სადღაც მაგან თვითონ იღებენ პოდკასტებს. კარგი, დავიწყოთ მაყურებელს მივესალმები პირველ რიგში. შევახსენებ, რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან სოკარი, სელფი და ტიშერტი. სანამ გადავალთ სტუმარზე, თხოვნა მექნება, რომ გამოიწეროთ არხი და აწვეთ გამოწერის ღილაკს, იმიტომ რომ ეს არხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტატისტიკა მიჩვენებს, რომ მაყურებლების რეგულარული მაყურებლების 50%-ს გამოწერილი ჯერ კიდე არ აქვს, 51 და რაღაცა იყო და დღეს ჩვენი სტუმარია განმეორებით ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერი თანამშრომელი, ასტრონომი გიორგი რამიშვილი. აქ კიდე ბევრი რეგალიის ჩამოთვლა შეიძლებოდა, მაგრამ მოკლედ ესე არის. გამარჯობა. მაყურებლები თქვენ იყავით ჩემი მეორე ეპიზოდის სტუმარი და მაყურებლები იმის მერე დრო არ გავა, არ გამოჩნდეს ხოლმე კიდე რომ კიდე მოიყვანეთ და აი კიდე პატიჟეთ მადლობა რომ მოხვედით. კიდე მომიყვანეთ. ხო. მაყურებლების თხოვნით და რა თქმა უნდა ხო, ეს არის ერთადაც გარემოს ბრალი და საგნის ბრალი, ასტრონომია ძალიან საინტერესო და შესაბამისად ადამიანს უნდა მოახერხოს, რომ ასტრონომიული ინფორმაცია გადმოსცეს, გვინტერესოს, უნდა მოახერხოს. ხო. თუ ხელს არ შეუწყდეს, ისედაც საინტერესო გამოდის. მარტივად არის ძალიან საქმე. კარგი, დავიწყოთ სიახლე რა არის ასტრონომიაში, რამე ახალი აღმოაჩინეთ, დავინახეთ, გავზომეთ, როგორ არის ამბები. აქ ძალიან ძნელია და ძალიან შეურაცხყოფელიც კი არის ზოგიერთებისთვის, იმიტომ რომ იმდენი რამეა სიახლეში გამოხჩება აუცილებლად. მაგრამ მე დავიწყებდი საქართველოში რა არის სიახლე, ხო? ისეთ სიახლე რომ ჩვენ ასტრონომებმა გავიგოთ. ხო, თან რო გაგვიხარდება, ხო? ყოველ შემთხვევაში დამთავრდა დაყენება და დაიწყო გამოცდები ახალი ტელესკოპისა აბასთუმნის ობსერვატორიაში, მეტრნახევრიანი ტელესკოპის. ეს არ არის დიდი ტელესკოპი, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე კარგი არის, რაც კი ქონია. და ნენდელა გვაქვს იმედი, რომ რაღაც კარგი შედეგებს მოიტანს, თუმცა უკვე რაღაცა კაი ესეთი საწყის ეტაპზე რაც მისაღებია, ისეთ კაი შედეგები უკვე არის. ეს ერთი პლუსი. მეორე საინტერესო მოხდა ის, რომ საერთაშორისო ასტრონომიულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა ასტრონომიის სწავლების გაუმჯობესება სკოლებში ყველგან, მთელ მსოფლიოში, როგორც ჩანს ეს გლობალური პრობლემაა ყველგან. იმიტომ ეს ინფორმაციასაც ბევრია და როცა ბევრი ახალი ტექნოლოგიები შემოდის, ახალი მიმართულებები შემოდის, ახალგაზრდობისაც და საერთოდ მესვეურებისაც ვინც ასწავლის ახალგაზრდობას, იმათ ინტერესებიც გადადის ხოლმე ამ ახალ მიმართულებებზე უფრო და ასტრონომია ცოტა დაიჩაგრა მიმართულებს. აი, საქართველოს მაგალითზე რო ვთქვათ, არ იფიქროთ მარტო საქართველოში ესე. საქართველოს მაგალითზე რო ვთქვათ, ასტრონომია ცალკე სკოლაში არ ისწავლება. ყოველ შემთხვევაში აუცილებელი საგანი არ არის, თუმცა ყველა სკოლას აქვს საშუალება, რომ 1 საათი გამოყოს ამისთვის და ასტრონომია ასწავლოს და ზოგიერთი ამას მიმართავს. მაგრამ წარმოიდგინეთ, ახლა სკოლის დირექცია უყურებს სიტუაციას, მშობელთა საბჭო ყველანი განიხილავენ და იმათ უნდა თუ ის 1 საათი ისეთ ამაში გამოიყენონ, რომელიც ხვალდაზე გამოადგება მის ბავშვს. ისინი ვერ ხედავენ, რომ ასტრონომია გამოადგება, რა თქმა უნდა გამოადგება, მაგრამ არა ისე, რომ პირდაპირ ამით უმაღლეს შეაბაროს, ამით რაღაცა მოიპოვოს, რაღაცა ახალი, ვთქვათ, გამოცდილება და წინ წაიწვიოს, არა და ასტრონომიული გამოცდილება ყველაზე ლამაზ და კარგია. და ადამიანს მთლიანად აკეთებს შობილებს და აძლევს განვითარების საშუალებას. და ასტრონომიულმა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ერთ-ერთ ძალიან ისეთ გამოცდილ პიროვნებას, რომელიც იყო ევროპის ასტრონომიული განათლების ასოციაციის პრეზიდენტი წლების განმავლობაში, ვიცნობდი დიდი ხანია 98 წლიდან. შემთხვევით მოხდეს, მის სულ არ ვიცოდი, რომ მას დააბალეს, პენსიაში გასვლის შემდეგ შეთავაზეს, რომ მიეხედა ამ საქმისთვის და ძალიან დიდი ენთუზიაზმით მოკიდა ხელი. უკვე რამოდენიმე ათეულ ქვეყანაში ჩატარდა ტრენინგები მასწავლებლებისთვის ასტრონომიის თემატიკებზე და მათ სწავლების შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე ჩვენება, რომ ხელით რა შეიძლება გააკეთო ეს მიმართულებები, რომ აი ხელით აკეთებინებ ყველაფერს და იქვე ნახულობს ხო ახალგაზრდა. აი ასეთი საჩვენებელი მასალები მე მაგ ნანახი თავის დროს კონფერენციაზე ყოფნის დროს, მაგრამ ამდენი ხანი გავიდა მის შემდეგ. ძალიან ბევრი რამე დაუმზადებიათ უნახიათ და გვაჩვენეს ჩვენს გავიარეთ ეს გვაჩვენეს შედეგები და უკვე ჩატარდა სხვათა შორის აი ერთი თვის წინ ივნისის შუა რიცხვებში თბილისში ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი, იყო გამოცხადებული ეს და მასწავლებლებმა შემოიტანეს სკოლის მასწავლებლებმა განცხადებები. და მივიღეთ 2ჯერ და უფრო მეტად მოთხოვნა, ვიდრე ჩვენ შესაძლებლობა ჰქონდა მისი ჩატარების. ერთ-ერთი ტრენერი მეც ვიყავ, ხა მიწევენ არ მიყვარს სიტყვა ტრენერი, მაგრამ სვანაირი სახელი ამ წუთას არ აქვს.
ამას და ჩაუტარეთ მასწავლებლებს იყვნენ რეგიონებიდან თბილისის მასწავლებლებს დროებით გადაუტანეთ მათ მაინც აქვთ რაღაც ინფორმაცია და ჩატარდა ძალიან კმაყოფილები დავრჩით ჩვენც და თვითონ მასწავლებლებს აი რომ მადლობებს იხდიდნენ თავისი სახელითაც აი ჩვენ მოსწავლეებს როგორ ხარდებათ აი სახელითაც ან პირდაპირ აკეთებ აი უჩვენებ ასტრონომიულ მოვლენებს თვალის ფაზების ცვლილებას ისეთ რამებს უკეთებ რომ საკუთარი ხელით აკეთებენ და მათ ხელში რჩებათ უკვე შედეგი არასოდეს არ დავიწყდებათ თვალის ფაზები რატომ ჩანს ასე სხვადასხვანაირად მათ არასოდეს არ დავიწყდებათ შემოდგომა და გაზაფხული და ზაფხული ზამთარი რატომ იცვლება ესე ამასაც ხელით აკეთებინებ დედამიწებს და განათებას აძლევ სულ ყველაფერს ხელით გაკეთება შეიძლება ეხლა უბრალოდ 2-3 რაღაც შეიძლება გამახსენდეს ესე და არც აქვს მნიშვნელობა მოსაწრულებით მოყოლას ეხლა და კმაყოფილები ვართ და თუ შესაძლებლობა გვექნება თუ ჩვენ ახლა მასწავლებლის ხარებს გადაახდებინებ მაგრამ რაღაც თანხა მოიპოვრო ეს შეატარო როგორმე და ამ ქვეყანაში ახლა ჯერჯერობით არ არის ახლა თან უცბად აკეთებ ამას ხო წელს ვერ დადგა საკითხი გაზაფხულზე უცბად ჩავატარეთ კიდეც რაც პატარ-პატარ ხელშეწყობები თუ იქნება რომ ეს მინიმუმი დაკმაყოფილდეს აი მასალა კონდეს ჩავატაროთ რაღაცა ის ხალხი რომ მოდის შეერი არ დავტოვოთ და ასე შემდეგ ხო გაკეთდება და ძალიან კარგი არის სხვათა შორის თვითონ ბავშვების დაინტერესების ეს თქვენ ფიზიკის მასწავლებლები იყვნენ ძირითადად და თქვენს კიდეც ეს რომ ჩვენ ფიზიკის საათებშიც კი გვაწყობს რომ ასტრონომიული ესეთი მომენტები გავაკეთებინოთ ბავშვები გავახაროთ მოვიზიდოთ მათ არასოდეს ეს არავიწყებთ სურვილი აქვს და უფრო მეტი ენთუზიაზმით ისწავლონ ან ენთუზიაზმი ეს სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო კუთხით რატომ არის რომ თელესოფლის მასშტაბით არის პრობლემა ყოველთვის რომ აი თქვა ფიზიკის მიმართულებით დოქტორანტი მოდის კარგი დოქტორანტი იცავს დისერტაციას და თუ არ ვცდები სტატისტიკა დაახლოებით ესეთი რომ 30%-იც კი არ რჩება მეცნიერებაში მე დოქტორია უკვე ესე თვითონ გახსნილია ყველაფერი წინა არა მე ადან წავა და კომერციულ სტრუქტურაში დაიწყებს მუშაობას იმიტომ რომ იმ ხელა განათლება აქვს და ისეთ მოქნილი twin-ი აქვს უკვე ასეთ ადამიანს ხო ის იმ ეკონომიურ ამოცანებს რომ იცემენ რაღაცებს დასაპროგრამირებას რაღაცას დასამუშავებას მასალასთან სამუშაო ვაგდით ბაზებთან სამუშაო ამას აკეთებს ძალიან მარტივად და უფრო უკეთესად ვიდრე კონკრეტული იმ მიმართულების სპეციალისტი ეს ის თელმა მსოფლიო შესაბამისად ჩვენთანაც არის ესეთი გადინება მოემზადება ძალიან კარგად ვთქვათ ასტრონომიის ასტროფიზიკის მიმართულებით სტუდენტი და მე უკვე დატაცებაზეა საქმე ჩვენი დოქტორებიც რამდენიმე წავიდა უკვე სხვა სამუშაოებზე კერძო ფირმებში ჩვეულებრივი პროცესი არის იმიტომ რომ ხარისხია შედარებით მაღალი ვიდრე სხვა სფეროში მე მქონდა ერთი საინტერესო სტატისტიკა ექიმებმა მომაწოდეს თავის დროზე ეს იყო უნებლია სტატისტიკა მათი ხელით რაღაც შეხვედრის დროს ერთ-ერთმა კარგმა ექიმმა მითხრა ზუსტად წლების წინ იყო ეს 20 წლის წინ რომ ჩვენ გვაქვს ერთი 20 კაცამდე სტატისტიკა მეტი არა ბავშვები ჩვენივე ბავშვების ვისაც ასტრონომია აინტერესებდა აი სულ ყველა მათგანმა თავისი თავი იპოვა ძალიან სწრაფად ასტრონომია ერთ ერთ გამოსულა მაგრამ ასტრონომია რო აინტერესებდა დაკვირვებებს აწარმოებდა რაღაცებს აკეთებდა ბავშვობიდანვე სტუდენტობის პერიოდში ცოტა ეს გააგრძელა ყველა ძალიან წარმატებული სპეციალისტი გამოვიდა თავის სპეციალობით ანუ აქ არის ლაპარაკი სოფხედულობის გაშლაზე სივრცეში თავისუფლად ორიენტირებაზე დანახვაზე საკუთარი თავის დანახვაზე საერთოდ აქ არის მეორე რაკურსი სხვათა შორის ეს იყო ეხლა დროში ერთად თქვით ყველაფერი ეს მოხდა მივიღეთ ხო აი არის ძალიან საინტერესო მომენტი როდესაც ბავშვს ასწავლი ისტორიას გეოგრაფიას თქვათ ფიზიკის ისტორიას ქიმიის ისტორიას ან როგორ ვითარდებოდა ეს მეცნიერებები ფილოსოფიის ისტორიას და პარალელურად ასტრონომიის წარმოადგენები როგორ ვითარდებოდა იმ ძველ ცივილიზაციებში მათ შორის. ესეც ძალიან საინტერესო და კარგი მიდგომაა სხვათა შორის და ეს იდეა მე მოვისმენე თავის დროზე 95 წელს პირველად და მე ხოცილება დაიწყეს და მომენტ ეხაც აკეთებენ. ქართული სასწავლებელი არის ესეც სკოლა. გადანაწილდეს სხვა საგნებზე ხო? გადანაწილება იმდენად პარალელური სწავლება მეც. იმასაც ასწავლი იმას აქ ბერძნული ცივილიზაცია რა ეგონდათ გეოგრაფიულად რა იცოდნენ თქვათ ფიზიკაში რა იცოდნენ, ასტრონომიაში რა იცოდნენ, ამას პარალელურად ასწავლიან. ეს ძალიან საინტერესო მიდგომაა, თავის დროზე ევროპა ძალიან დაინტერესდა ამით. მაშინ ძალიან ჩამორჩენილები იყვნენ ჩვენთან შედარებით, ალბათ გაგვასწრეს ახლა. ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ამის მცდელობა იყო ძალიან მაღალ დონეზე მაშინ. მე ჩამოვშორდი თვითონ ამ პარალელურ სწავლებას, თორემ რაც კი ამ შეხვდება ყოველთვის მაინტერესებს. თუნდაც ის რომ ჩემი სამუშაოები შეეხო ისტორიული თარიღების დაზუსტებას ასტრონომიული მოვლენების საშუალებით ერთი ხო ეს ისტორია. თქვათ დაავადებების შესაძლო გართულება ასტრონომიული მოვლენების დროს თქვათ მზიდან ამოფრქვევები ჩვენამდე როგორ მოაღწევს მოხდება ხო ეს არის უკვე მედიცინა.
სტატიები იმაშიც მაქვს, იმაშიც სხვადასხვა დროს რაღაც ძირე რაოდენობით, მაგრამ მაინც. Თქვათ, კოსმოსური ფაქტორების შესაძლო გავლენა მიწისძვრებზე, ეს უკვე გეოფიზიკა არის. ამაში დისერტაცია მაქვს ერთად დაცული, ამ მიმართ მე მგონი სათაური თქვი ზუსტად ახლა ჩემი დისერტაციის. ანუ ეგეც მაქვს გავლილი, ხო? და ეხლა ბოლოს მიწევს შედარებით სუფთა მაშინ ასტრონომიაში მუშაობა ბოლო 10 წელია მეტი, სანამ მზის ფიზიკა. ანუ საქმე იმაში არის, რომ ასტრონომიის კავშირი სხვადასხვა საგნებთან მეცნიერებაშიც ძალიან კაფეოა და კარგია და ძალიან ესეთი საინტერესო შედეგებს იძლევა. ხო, როგორი კარგი რაღაცა რო იცი შენ რომ მზიდან ამოფრქვევა მოხდა და იცი რომ პაციენტი უნდა გააფრთხილო რომ რაღაც წამალი მიიღოს, ანუ იმ მომენტში ნაკლები ინერვიულოს. ახლა ეგ ისე შეგიძლია გააფრთხილო ნაკლები ინერვიულიო, მაგრამ აი როცა უკვე იცი რომ ეს ამოფრქვევა მოხდა და ის ზეგავლენას მოახდენს მაგნიტურ ველზე აქ და მე ზნობიერი ადამიანები ამას იგრძნობენ უფრო მეტად, ხო, იმას შესაბამისად დაეხმარები. ასე რომ, ბევრი საინტერესო რამე შეიძლება იქნეს დაკავშირებული ასტრონომიასთან, თავისი სწავლებიან მეცნიერული, თქვათ, ინტერპრეტაციან თლიანად. ხო, თან ახლა გარდა იმ სარგებლისა, რაც ასტრონომიის სწავლამ შეიძლება მოუტანოს ბავშვ სტუდენტს, არის კიდე რომ რაღაცა კომერციული იმის ასტრონომიის ეპოქა არის, ხო? ასტრონომიის თუ ასტრონავტიკის თუ კოსმოსის დათვისების და ალბათ მოთხოვნა ამ პროფესიის, ამ ცოდნის ადამიანებზე მოიმატებს, არა? ახლა ჩვენ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვართ და შეიძლება იმას გადააბარონ ყველაფერი, იმას კითხო ხოლმე, სულ ყველაფერი სულ წარმოიმატოს, მან და მაინც დატვირთვა თითოეულ ადამიანზე. მაგრამ პერსპექტივა რეალურად ასტრონომიის განვითარებას ყოველთვის ჰქონდა და ისევ ექნება. ეს არის ბუნებრივი ლაბორატორია კოსმოსი, რომელიც რაც იქ ხდება, იმისი გადმოტანა აქაურ ლაბორატორიაში პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ თუ მეცნიერება წინ მიდის და ხშირად მიდის ზუსტად ასტრონომიული ამოცანების გადაწყვეტის ხარჯზე, იმიტომ რომ იმდენად რთულია, იმდენად შორია, იმდენად ძნელია, რომ მაქსიმალური შედეგი უნდა დადოს თითოეულმა მიმართულებამ. მე რა თქმა უნდა ბევრი მაგალითს მოყვანა შეიძლება, ისეც მოვიყვან, რომელიც მანდამეც ესე არ ჩანს ხოლმე ესე ყველასთვის, მაგრამ ვინც მათემატიკა იცის, იმათთვის კი. აი მე-18-19 საუკუნის საზღვარზე გენიოსი მათემატიკოსები რო იყვნენ, ესეთ გაუსისთან დაწყებული და იქ იყო ლაპლასი, ლაგრანჟი, კლერო, შეიძლება გამომჩეს ზოგიერთი ისეთი ძალიან დიდი მათემატიკოსები იყვნენ, ხო? მათ შექმნეს ასტრონომიული ამოცანების ამოხსნის დროს, რომ არ იხსნებოდა ადვილად და ვერითული და ისეთი რთული მეთოდები დახვეწა მოხდა, რომ მათემატიკის დარგები წარმოიქმნა სხვადასხვა და მათი განვითარება მოხდა ძალიან. რამაც საბოლოო ჯამში რამდენიმე 10 წლის შემდეგ გამოიწვია ფურცელზე, ისე კარგად იყო უკვე დახვეწილი, შეშფოთებები რო დააფიქსირეს ურანის ტრაექტორიაში მოძრაობაში, ამით იპოვეს ნეპტუნი. პლანეტა ნეპტუნი, აი რა პლანეტა უნდა იყოს გარეთ, ანუ მათემატიკა ისე წინ წავიდა, ხო? ახლა მათემატიკის წინ წასვლა ნიშნავს ყველა სხვა ტექნიკური მეცნიერების წინ წასვლას, ხო? შესაბამისად მე ძალიან მოუმატა ფიზიკა, მოუმატა ქიმია, მოუმატა ბიოლოგია. აი ბიოლოგიის ბუმი, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იყო, მოხდა პარალელურად იმის, სადაც მათემატიკა შევიდა უფრო მეტად შიგნით. ანუ ეს ზეგავლენა სხვადასხვა დარგებისა ერთმანეთის განვითარებას. და საერთოდ ასტრონომიის ამოცანები ითხოვს უმაღლეს სიზუსტეს მათემატიკაშიც, ფიზიკაშიც, ქიმიაშიც, ბიოლოგიაშიც, თუ საერთო ამოცანებია, გამოდის რომ აი მაქსიმალურ შედეგზე გადიხარ. აღარ ვამბობ იმაზე, რომ კოსმონავტი გასავითარებს ძალიან, ხო, იქ არის გასატანი ყველაფერი. შესაბამისად, რომ უფრო მეტი და კარგი ტექნიკა ჩამოგაკეთდეს, აი მანქანათმშენებლობაც და თქვათ ტელესკოპმშენებლობაც, აი ვითარდება ძალიან ძლიერად და კარგად ხელსაწყოები, რომლებიც ამათთან და იქნეს მიდგმული და მათთან ერთად მუშაობაში, თქვათ გამოსაყენებელი. ეს ყველაფერი ვითარდება ასტრონომიული ამოცანების გადაწყვეტის დროს. ამიტომ ასტრონომიის კარგი ცოდნა გარდა იმისა, რომ სოფხედველობას კარგად ავითარებს ადამიანს, ის კარგად ხედავს სად არის სამყაროში და თუ ისტორიულადაც უყურებს ამას, სად იყო ადამიანი ყოველთვის სამყაროში, გარდა ამ ყველაფრისა არის დიდი პერსპექტივა, რომ ყოველთვის საჭირო იქნება რაღაც ამოცანის დასმის დროს სწორი, თქვათ ინფორმაცია იქნეს მიწოდებული სწორად იყოს ამოცანის დასმაში მიიღოს მონაწილეობა ასტრონომიის კარგმა მცოდნემ, არა რა ასტრონომია ერქვეს მას, მაგრამ იყოს კარგი ფიზიკოსი, კარგი ქიმიკოსი და თავის ამოცანას სწორად სწავლდეს, ხო? ეს ყველაფერი არის ესე საზღვარი კი არსებობს მეცნიერებს შორის თითქოს, მაგრამ ამ საზღვრების გადალახვა ძალიან ადვილი არის, იმიტომ რომ ერთობლივი ამოცანებია ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა. ერთობლივი სწავლებაც, ერთობლივი მუშაობაც, აი რატომ არის რომ იშვიათია სტატია ერთი ავტორით.
იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანმა ყველაფერი იცოდეს. აკეთებს რაღაცას და მე დაუკავშირდება რაღაც დეტალისთვის სხვას, კიდე რაღაც დეტალისთვის სხვას. მე ახლა იმას არ ვამბობ, 200 ავტორიანი სტატია ძალიან კაია თქო, მაგას არ ვიძახი, მაგრამ 3, 4 ავტორი და 5 ავტორი არის ჩვეულებრივი მოვლენა იმისთვის, რომ გაერთიანდეს სხვადასხვა მიმართულებით სპეციალისტები, და კონსილიუმივით არის. ამიტომაც არის სტატიას რამოდენიმე ავტორი როყავს და მეცნიერებას ასეთია შეჯიდულია და ამიტომ ასტრონომიის ადგილი და ერთი კარგი ასტრონომის თითოეულ სტატიაში ყოველთვის იქნება თუ მეტის არა. ასე რომ პერსპექტივა დიდია, უბრალოდ დარჩენა მეცნიერებაში მაინც მოითხოვს ენთუზიაზმის დოზას. თუ ადამიანს უყვარს ეს საქმე და ძალიან უხარია ამის კეთება, რა თქმა უნდა აკეთებს კარგად, მაგრამ თუ მას პირველ რიგში გადმოუვა ეს ამოცანა რეცი და სად უფრო მეტ ხელფას გადამიხდიან, ხო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეცნიერებაში წონდეს საკმაოდ კარგი შემოსავალი და ოჯახის შენახვა შეეძლოს, მაინც იქ კომერციული მხარემ შეიძლება 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო მეტი შეთავაზოს. მაგრამ ის მაშინ კარგავს რას იღებს ფულს, მაგრამ კარგავს განვითარების საშუალებას. ამ მიმართულებით. ის სხვა სპეციალისტად ჩამოყალიბდება. მე ერთადერთი შემთხვევა მაქვს ახლოდან ნანახი, როდესაც ერთმა უკრაინელმა ასტროფიზიკოსმა ჩემ თვალწინ შეძლო ასტროფიზიკურ ამოცანებში დაბრუნება 30 წლიანი მუშაობის, სხვაგან მუშაობის შემდეგ. ეს 2014 წელს, 15 წელს ნახე, როდესაც საერთობლივ გრანტს ვაკეთებდით. საერთოდ სხვა სფეროში იყო მანამდე? იყო მარტივად შემიძლია თქო, მე მგონი ის არ იქნება ამის წინააღმდეგ თვითონ წყვებოდა. ნოკიას ცენტრში მუშაობდა ფინეთის მოქალაქე. თვითონ ნოკიას ცენტრში მუშაობდა და ანდრეი კოჩანოვი არის ესეთი ძალიან საინტერესო და განათლებული პიროვნება და ეს პირდაპირ პროგრამისტი არ იყო, მაგრამ უზრუნველყოფა როგორ უნდა ემუშაოთ ამ ტელეფონებზე ერთადად და რა გაეკეთებინათ, აი ყველაფერში იყო და შეესწრო იმ მომენტს, როდესაც ნოკიამ ჰეგემონია დაკარგა. აი მაგ მომენტში შეესწრო. და იმ უმცირესობაში აღმოჩნდა, რომ მეც ურჩევდა, რომ Android-ი დავაყენოთ საკუთარ პროგრამას, ნუ დავაყენებთ ჩვენი პროგრამა მძიმეა და ჩამოვრჩებით სხვებს. არა როგორ ლიდერი იყო Nokia, აი არავინ არ ჩანდა ახლოს, Samsung-ი ძველი მიდიოდა ახლოს. და უცბად Nokia-მ წააგო ყველაფერი. ეხლა კი აკეთებენ კარგი მას ტელეფონებს, მაგრამ აღარ მეყიდულობს პრაქტიკულად, ცოტა ყიდულობს, ხო? აი იმაგას შეესწრო და მე იმის შემდეგ მეცნიერებაში ჩვენ გრანტში მოიწვიეს. ძალიან კაი სამუშაოები გააკეთა, აი სასწაული. და შეძლო უყვარდა და იმიტომ ეს ასტროფიზიკა სულ უყვარდა და საიტი გაგვიკეთა ზედაალაგა ყველაფერი როგორ აი რა სამუშაო და აღმოჩენები ქონდა სულ ყველაფერი ისეთნაირად თუ ყველა მხრიდან წაკითხული იყო და გაკეთებული იყო შეძლო ეს გადასარევად იმიტომ რომ ენთუზიაზმი ამის ქონდა თორე 30 წლის შემდეგ დაბრუნების კატასტროფა შეუძლებელი მე მინახავს 10 წლის მიტოვების შემდეგ მაგათ სახელებას არ დავასახელებ თუმცა მან შეიძლება თქვას ინტერვიუში იგივე როგორ გაუჭირდა იმ პიროვნებას ძალიან განათლებული და ძალიან კარგი ჩვენი კოლეგა იყო და ძალიან ძიმეთ დაბრუნდა, მაგრამ შეძლო. ან ძნელი ეგეთი 1-2-3 წელი თუ ამოვარდები, მე გინდა ერთი იმდენი რომ დაეწიო განვითარებაზე შეიძლება ეს დაეწიო. ასე რომ აქ არის როგორი მომენტი რომ რა იქნება მთავარი სიყვარული საგნისა რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ შეიძლება ამან მოგწეს მთელი ცხოვრება ბედნიერება და თან ჯანმრთელობა კარგი, იმიტომ რომ გიხარია და იმას აკეთებ, ხო? ამ დროს გადაერთვა ფულის გაკეთებას ცუდი გაგებით არ მომბობ, ხო? გასაგებია. რა თქმა უნდა ეს საჭიროა, კარგია, მაგრამ უკვე საკუთარი სიამოვნებისთვის დრო არ გაქვს თელი დღე სიამოვნების ნაცვლად, აკეთებ სხვა, შეიძლება კარგად და საკმაოდ სასიამოვნო სამუშაოს, მაგრამ არა ისეც, რომელიც გინდოდა ბავშვობიდან. აი ეს დილემა დგას ყოველთვის მეცნიერებაში და ეს ჩვენც გვიდგას და არავინ არ იფიქროს რომ მარტო საქართველოს პრობლემა არის. უბრალოდ აქ უფრო მძაფრია, იმიტომ რომ უფრო მეტი გაჭირვება. აი ეს არის. ხო. როგორც რის მსოფლმხედველობას და რა ან რატო ასტრონომია? რას გვაჩვენებს? აი მოდი წარმოიდგინეთ ესეთი რაღაცა კარგი კითხვა ძალიან აბსოლუტურად არ გეტყვით ახლა ამას. მაგრამ კითხვა პასუხი მოიტანეს. საქმე იმაში არის რომ ყველამ ვიცით კარგად თუ ბავშვი რო იბადება სიბრტყეში ხედავს. და რაღაც დროის შემდეგ სივრცეში გადადის. და არის ძალიან გაკვირვებული და გახარებული, დაჭყეტილი თვალაფერს უყურებს. აი დაახლოებით ეგ განსხვავება რა, როგორც კი ასტრონომიაში ჩაყოფს ადამიანი, თვალს აღმოაჩენს რომ სიბრტყეში კი არ არის სივრცეში. ფანტასტიკური შეგრძნება არის. როცა მე მინახავს მაგალითად ძალიან კაი დოქტორანტის მან ერთობლივი სადოქტორო პროგრამით დაიცვა ჩვენთან და გერმანიაში დისერტაცია, მაგრამ წავიდა სხვა მიმართულებით მე. როდესაც პრაქტიკას გადიოდა ჩემთან, ამ გოგომ ესეთი ორი ლექცია რო ჩავატარე, ჩვეულებრივი შესავალი ასტრონომიას, დიდი თვალებით მიყურა და რა იყო მეთქი რა მოხდა. აი მე მეგონა რომ ასტრონომია ვიცოდი და თურმე ასტრონომია სულ სხვა რამე იყო, ისეთი აღტაცებული და გახარებული იყო ესე. არ გამოხატავდა ხოლმე ბევრი მასაკვე ხმაურით, მაგრამ აი ესეთი სახე ქონდა შეცვლილი. ანუ ამას უცვლის, აი მე ვნახე უკვე ბაკალავრიატი დამთავრებული, მაგისტრატურა დამთავრებული იყო უკვე. ძალიან კაი განათლება ქონდა მიღებული და დოქტორანტურაში ჩვენთან პრაქტიკა რო გაიარე, იმ დროს აღმოაჩინა რომ მას სივრცე გაეხსნა.
საქმე რაში არის, რომ კარგი რამის კარგი სპეციალისტობა არ ნიშნავს, რომ სივრცეს დაინახავს ადამიანს. სივრცის დანახვა ყოველთვის დიდი ბედნიერია, მე ბავშვის მაგალითიც იმიტომ მოვიყვან და მე ერთ-ერთი დოქტორანტის, ხო? რომ ყველაფერს ავერო დავანებოთ, შავ-თეთრი ტელევიზორიდან ფერად ტელევიზორზე გადადის ადამიანი, ესეთი რამე არის. ეს სივრცის დანახვა და ასტრონომია ამას აძლევს ადამიანს. სხვანაირად ვერ გაყვალა, გადიხარ სივრცეში, მე შედარებებს როცა ეუბნები რა მანძილია როგორ არის, ახლა იგივე ტრენინგი და მაგალითად მე შემიძლია გითხრათ, როგორ შეიძლება უხსნათ დაშორებებზე და დედამიწას შორის, დედამიწასთან თუ არა, მე მზემდე როგორი მანძილია. მე პლანეტები შეგვიძლია ესა დაულოგო, ხო? აი ძალიან მარტივი რაღაცა, დაახლოებით მეტრ-20-იანი დაშორება დავშვით ჩვენ, თუ არა სადა დედამიწას შორის. და მე ვეუბნებით ამას ხედავთ ამ დაშორებას. კი, ვეუბნებიან მე ვეუბნები, მოდი აბა ორი ადამიანი და დიდები გამოვიყვან, დადექით ხელები გაშალეთ კარგად ერთმანეთსგან, ამაზე გაცილებით დიდი გამოვიდა ცხადია. ვეუბნები ხა ამაზე ამ დიამეტრზე წრეწერი შემოხაზეთ ვეუბნები, კი. აი ეგ არის მზე ზომაში. ანუ ჩვენ დაშორება რაცა ამას აღემატება რამდენჯერ, ხო? ზომაში ვეუბნები. მაგრამ ეს საბედნიეროდ ასე ახლოს არ არის. დედამიწასთან. იცით სად უნდა იყოს ვეუბნები? სტადიონი თუ გახსოვს ვეუბნები. სტადიონის კარიდან კარამდე რო გაიხედავთ 4 ცალი ასეთ სტადიონი და მიადგა და ეს მზე იქ გადაცვით. აი ესეთი მანძილი. ანუ ასე როცა ეუბნები ხედავს უკვე რა, იმიტომ რომ შეგიძლია თუ ეზო დიდი გაიყვანო და ეზოს ბოლოში გაიტანო ასეთი მზე და იქ დააყენო და უთხრა აი მზე იქ შორს რომ არა, იმიტომ ვარ ჩვენ რომ არ აგვიშავს, თორე აქ რო იყოს და დავიწვევოდი საერთოდ. ანუ ამ განსხვავებები შედარებითი დახასიათება როგორ არის. ან შეგიძლია აუხსნა მეორე მომენტი რომ მზიდან სინათლე ჩემამდე მოდის 8 წუთსა და 20 წამში. ანუ ძალიან ახლოს არის მზე. მაგრამ უახლოეს ვარსკვლავს რო უძახეთ პროქსიმა, კენტავრის პროქსიმა. ხო, იქიდან ჩემთან მოდის 4 წელი და ცოტა მეტი უნდა. ანუ აქ 8 წუთში მოდის იქ 4 წელიწადში, რამდენად შორს ყოფილა მისი გაყოფა ყოველ შეიძლება, თუმცა ვინც არითმეტიკა არის ის საშუალო დონეზე გაყოფა გაუჭირდება ამ რიცხვს, იმხელა დიდი არის. ხო, რომ წელიწადი 4 წელიწადი გაყო 8 წუთზე. ეგ შეიძლება კალკულატორსაც გაუჭირდეს. კალკულატორს შეიძლება არ დაეთიოს კარგად, თუმცა კომპიუტერში ეს ადვილად გეთდება. ანუ იმდენად შორს არის, ხო? ამიტომ აქ არის ის რომ აი გაკვირვება არ თავდება. ეხლა შესავალ კურსებზე მე ვიცი ასტრონომიაში ახდება. ვეუბნები კიდეც, არც ერთი ლექცია არ გაივლისო, მინიმუმ ერთი დიდი გაკვირვება არ ქონდეთ და ეს სხვა რამეს ელოდებით, სხვა რამე ხდება. და მათემატიკიდან გაიხსენეთ არითმეტიკული პროგრესია, რა თქვა 2 რაღაცა იმართებს და ძალიან ბუნებრივად ადამიანს თქვენი მიყვება ამას. მაგრამ გეომეტრიული პროგრესიასო დაიწყებ ცოტა ხანში გააფრენს უცბად შედეგი. მე-10 წევრი 2-ზე გამრავლებით თუ იყოს, ის კატასტროფულად დიდია, უკვე 1000-ჯერ დიდია ამას. ხო და 2/10 ხარისხია, ხო და გავა მაშინ ოქი 1512-ის ორჯერ, 1024 იქნება უკვე ის. ანუ მართლა 1000-ჯერ მეტი იქნება. ნუ 500-ჯერ მეტი იმ ორიანზე. ხო? ასე რომ გამოდის რომ აქ 10-ჯერ ამბრავლებ არაფერი, რო უკრებავ არაფერი არ არის, 20-ია, იქ კიდევ არის 1000. აი მხელა განსხვავება. აი ეს კიდე არ აუშავს, ამას კიდე გონება მე ერევა მათემატიკაში, მაგრამ ასტრონომიაში ისეთი ნახტომები ხდება, ისეთი შორეული მანძილებია, რომ მე მომისმენია რამოდენიმე კარგი მოხსენება, თქვათ მასიური სხეულების ფიზიკაში, რომ ეს ვარსკვლავი როგორ ვითარდება, რანაირად აი ესეთი ტიპის ვარსკვლავები როგორ და ეგ მასაზე დამოკიდებულებით როგორ მიდის მისი ევოლუცია, ეხლა აკვირდებიან რა ჩანს და რომელ ეტაპზეა აი ესეთი კარგი ძალიან სრულად აი დღეს რომ აღმოჩენა და ხვალ რომ სტატიებად გამოვა ესეთები მომისმენია. და როგორც კი კითხვები მიდის და უცბად ატყობ, რომ იშვიათია რომ აი ესეთი კარგი მოხსენებას მოყვეს ის რომ რა მანძილზეა ჩვენგან გითხრან. როგორც წესი რომ გეუბნები, ყველაზე კარგ შემთხვევაში გეტყვიან 10-ჯერ უფრო ახლოს ვიდრე სინამდვილეში არის, იმიტომ რომ აი ეს წარმოუდგენელია ასეთი დიდი მანძილები ვარსკვლავებს შორის. ამიტომაც ვამბობ, რომ მზე არის, მიუხედავად იმისა, ის ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავია, არის უპირობო მონათმფლობელი მზის სისტემაში. რასაც უნდა იმას აკეთებს, იმიტომ რომ უახლოესი ვარსკვლავი ძალიან შორს არის. ხო, უახლოესი ვარსკვლავი კი რა მზის სისტემის მასშტაბების წარმოდგენაც ძნელი არის და ხო კიდე ყოველ ჯერზე რომ დააკვირდები, იმას იწვევს ჩემშიც რა, რომ მოიცა ესე რანაირად როგორ შეიძლება ხელსაყრელობა იყოს დედამიწასა და მზეს შორის ზომაში და ძალიან დიდი განსხვავება ხა 333.000 ჯერ უფრო მასიურია ჩვენთან შედარებით 333.000 ჯერ. ხო? თუმცა ზომაში მაგდენად დიდი არ არის, მაგრამ აი მასაში 333 წარმოიდგინეთ თუ დედამიწა სამჯერ უფრო ჩატერო იყოს, მილიონჯერ დიდი იქნებოდა მზე ჩვენზე. ან მზე რო იყოს სამჯერ მეტი. ხო, მილიონჯერ მეტი იქნებოდა ჩვენზე მასით. მაგრამ მეორე მხრივ რო შევხედოთ, ხო, ზომებში ესეთი კატასტროფა ნამდვილად არ არის. იქ არის 109-ჯერ მეტი ზომაში, მაგრამ თელიანი მასა
აცილებით დიდია. ასე რომ აი ეს უჭირთ ხოლმე რა სულ მასებს ვინც კარგად ამბობს, მე ზომებში უჭირს. ზომებს ვინც ამბობს კარგად, მასებში გონია რომ ისეთი მასშტაბი იქნება. ამ დროს იქ პრინციპული განსხვავება ექსპონენციალურად სწრაფად მართულობს. კი, ინტერნეტში არის ეს ვიზუალური შედარება პლანეტების და რაღაცა მზესთან მიმართებაში რომ დედამიწა წერტილი არის, მე მოდის ვარსკვლავები, რომელთანაც წერტილი კი საერთოდ აღარ ჩანს. და იმასთან რომ წარმოვიდგენ დედამიწა იმასთან როგორ იქნება საერთოდ იუპიტერი არის ყველაზე დიდი პლანეტა მზის სისტემაში და ის 1000-ჯერ უფრო ნაკლებად მასიურია ვიდრე მზე. ჩვენზე 318-ჯერ მეტი არის მასით. აი ის რომ ამბობთ 3-ჯერ მეტი იყოს, აი 3-ჯერ გავაკლოთ 1000-ჯერ გამოდის ზუსტად. აი იუპიტერი კიდე არა უშავს ეჭიდაება, 0.1%-ია მასით ამის, მაგრამ მზის სისტემის თელი ყველაფერი რა ვიყოთ, ყველა პლანეტა, ასტეროიდები, მტვერი, ჯუჯა პლანეტები, კომეტები, სულ ყველაფერი ავჯამოთ. მზის სისტემის 99.98% არის თვითონ მზე, მხოლოდ ერთი ვარსკვლავი. დანარჩენი ყველაფერი არის ესე როგორც უნდა ისე აკეთებს. ასე ვთქვათ მზე. просто მიშკوאז დადიან ახლა რა თქმა უნდა დედამიწა რო დანებდეს მას დაეცემა მზეზე, მაგრამ დედამიწა თვითონ იკაჩება სხვაგან და ამიტომ შესაბამისად მზე იჭერს ეს მაინც გარბის სხვა მიმართულებით და ამით ინარჩუნებს თავის ორბიტას. ასე რომ დანებებას არ ურჩევა არავის. დედამიწა რო დანებდეს ჩვენ არ ვიარსებებთ. არა ის იბრძვის და ცოცხალი არის. ხო და მე ამ ყველაფრის ცოდნამ და გააზრებამ რაღაცა თავდაბლობა თუ არ ვიცი რა უნდა შეგმატოს ადამიანს რომ თავში არ აგივარდეს ალბათ ხო პირველ რიგში რომ არ გეგონოს რომ ეს ახლა რაღაცა წარმოუდგენელი თვისებებზეა დამოკიდებული ავუარდება ადამიანს თავში თუ არა მე მახსენდება ესეთი ცოტა უხეში შედარება პატარა ხელფასი გექნება და არ ვიცი გეყოფათ თუ არა დაახლოებით ესეთი არის დათათვაში ეწევნებიან მუშნის არანდის და ეწევნება ადამიანი და იყოს ხელფასი და არა ხელფასი ადამიანს. აი ესეთია. მან შედარების შემოტანა შემიძლია ზუსტად ამაზე. პიროვნული თვისებები როგორც აქ ადამიანს იმას ან აუვარდება თავში და ან არა. რა თქმა უნდა, ძალიან პატარა კავშირის ამის ძალიან პატარა ადამიანი თუ არის, ასე ვთქვათ, იმას შეიძლება უბრალოდ პატარა ერთი გაზომვაც კი რაღაცის აუვარდეს თავში და მე ზემოდან უყუროს სხვებს, მაგრამ მე სამყარო დაარეგულირებს მაგას მე საჩვენებენ რომ ესე გაკეთება არ არის სწორი. ასე რომ ეგ ხიფათი ზოგადად არსებობს, ხადია, მაგრამ ამავე დროს ხას უსვამს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი პირველ რიგში კაცი უნდა იყოს, ადამიანი უნდა იყოს და პიროვნება უნდა იყოს თავისი მორალით, სულიერი განვითარებით და ყველაფრით და პარალელურად იზრდებოდეს იმ სულიერებაშიც და იმ მეცნიერებაშიც და ერთ-ერთში არ გააფრინოს. არ ეგონოს რომ მარტო ლოგიკით გადაწყვეტავს ყველაფერს, ან მარტო გრძნობით გადაწყვეტს ყველაფერს, ხო? მარტო გონებით თუ იწყებ გადაწყვეტას, უკვე ამ პარტნიორობაში გადადის და უნდა ვარქმევთ რანაირ სახელებს რაც ნიშნავს ეს, მაგრამ თუ პირიქით მოხდა, თქვათ, მარტო წმენაში გადავიდა და არავითარი ლოგიკა, მაშინ უკვე ფანატიზმია. ანუ ორი უკიდურესობაა და ეს სხვათაშორის თვითონ ეკლესია ამბობს ამას პირდაპირ პატრიარქსაც აქვს ნათქვამი ამის შესახებ. ასე რომ ეს ყველა სულელი დეს აქვს ნათქვამი, დალაი ლამასაც აქვს მსგავსი მონათქვამები. ასე რომ ეს არის ჰარმონიული განვითარება თუ უნდა ადამიანს, ლოგიკაც უნდა ამუშავოს კარგად და წმენა და შინაგანი შეგრძნებების და ყველაფერს უნდა ამუშავოს. მე გძნობ რომ აქამდე მივალთ ჩვენ ამ კითხვებამდე დღეს უკვე ისეთი მასშტაბი დავიჭირეთ. ხო ისეთი იმით წავედი ტრაექტორით. კაი მაშინ არ არის თქოს ეს რა ეს კითხვა პირდაპირ თქვენ საქმიანობას და ის გამოც მოგიწევთ, მაგრამ წმენაც ახსენეთ და მეცნიერის გადმოსახედიდან ყოველთვის საინტერესო არის ხოლმე წმენა რა არის და წმენაც რაღაცნაირი ცოდნა არის, ცოდნის ფორმა არის თუ კიდე სხვანაირი მდგომარეობა არის. ეს არ ვიცი როგორ არის, როგორ ხდება, ვერა მოხსენე. ძალიან რთული სათქმელი ახლა ჩემ თავზე რა ვიყო ზუსტად რა არის ეს, მაგრამ შემიძლია გავიხსენოს სხვების აზრები ამის შესახებ და რაღაცას მივმხრობ ბოლოს. მთავარი მომენტი არის, მოდი ფიზიკის კუთხიდან ვეთქვი უფრო, მე არ ვარ ფიზიკოსი, მაგრამ მათემატიკოსი, მაგრამ ფიზიკოსების გამონათქვამებია ცნობილი. რომ როცა იწყებ რაღაცის სწავლას, აი ჩაუღრმავდები რაღაცებს, ატყობ რომ იქ ღმერთის ადგილი არ არის. ვითარდები და უფრო წმუნდები რომ ყველაფერი ლოგიკურად აგებულია, ბოლომდე გადიხარ ყველაფერი და როცა ძალიან ღრმად ჩაიხედავ ყველაფერში მე ხვდები რომ ღმერთია ყველაფერი და იქიდან არის ყველაფერი. ანუ ღმერთის ადგილი მე გამოჩნდება. ასე რომ ის რომ არის ხოლმე გამოთქვა სხვათაშორის იგი ვერნერ ჰაიზენბერგიც იგივე აინშტაინიც მსგავსი ჰაიზენბერგზე საუბრობთ ჩაწერამდე დროს ჩვენს უკანდევს საკითხი. კი, ზუსტად ეს დიდი ფიზიკოსები ვინც იყვნენ, რაღაც ეტაპზე ისინი ძახდნენ რომ ყველაფერი ლოგიკურად აიხსნება, ღმერთის ადგილი აქ არ არის.
ბოლოს შეგადიოდა მე ამბობდნენ რომ ყველაფერი ღმერთიდან მოდის და მე მოდის ესეთი რამე. ბევრი ამბობს ამას, ახლა მოდი ნუ დავაბრალებთ იმას, მაგრამ იგივე ნიუტონის იგივე თქვა აინშტაინი კაფიოთ ამბობდნენ ამას. არა და უდიდესი აღმოჩენები მათ აქვს გაკეთებული. ასე რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ახლა რაღაცა მომენტამდე მიდიხარ ზოგიერთი სკეპტიკოსი პირიქით ამბობს, იცი რა, მანამდე არის სასწაული, სანამ ლოგიკურად აიხსნება, როგორც გაიხსნება მე ეს სასწაული არ არის. იცი რა, იყოს ლოგიკურად ახსნილი სასწაული რა მოხდა. ხო, აი მეც ვხსები რა პრობლემაა. არა პრობლემა, აი მაგალითად, როდესაც ჩვენ ხელში ჩაგვივარდა და ლოგიკა რო არსებობს, თვითონ ეგეც სასწაულია მე თვითონ ხო. ჩვენ რო ჩაგვივარდა ხელში კარგი მასალები და გაგვიმართლა და მირიანის დაბნელება ვიპოვეთ და ახსენეთ ეს ყველაფერი ზოგიერთი აღშფოთდა. ახლა არ აქვს მნიშვნელობა მისი და საიდან წარმომადგენლები იყო მეცნიერებიც იყვნენ და არა მეცნიერებიც აქ. რას ქვია ესე იგი ეს აღწერილიც არის მზის დაბნელება მეფე მირიანის დროს და ის გამოცემი წამა ეს არსებობს ეს დაბნელება ის იყო 39 წლის 6 მაისი და ეს დაბნელება ჩანდა თოთესიდან ძალიან კარგად საღამო ხანს. საიდან? თოთის მთა ეს არის კასპსა და მცხეთას შორის მუხრანის მიდამოებში არის აღაიანიდან არის ასასვლელი. და ეს რიტუალო მთა იყო ყოველთვის ისტორიულად ცნობილია რომ ქართველ მეფეები მიდიოდნენ ხოლმე რაღაც რიტუალის დასატარებლად რაღაც საფიქრელად თავისთვის განსამარტოებლად იქ სანადიროდ არავინ არ დადიოდა ყოველთვის ეს მოტლიპილი ეს იყო თვითონ ისტორიკოსები ამბობენ რომ ყურდღელზე უფრო დიდი ცხოველი იქ არ არსებობს არასოდეს არ იყო და იქ აღწერაში რომ არის რომ სანადიროდ წავიდა და მე ავიდა თოთის დასამაღალსა ეს არ არის პირდაპირ გადაბმული ინფორმაცია ეს სამკე ინფორმაციის მეორე ინფორმაცია თუმცა ეს ეძეწერია ქართლის ცხოვრებაში და იქ იყო ლაპარაკი რომ როგორ ესე იგი სასწაული არ არსებობს მართლა მზის დაბნელება იყო და ესეთი რაღაცა აგერ პირდაპირ ტაძარში თქვეს და რაღაც ეგეთი იყო ეგეთი შემთხვევა მაგადავა კონკრეტულად თუმცა მე ვთქვი პირადად ეგეთი შემთხვევა იყო იმიტომ რომ მგდელმა რომელსაც ჩაატარა ეს წირვა თხოვა ამბიონზე ასვლა და ამის მოყოლა და მოვყევი 5-6 წუთში მოვყევი ძალიან სწრაფად ხა თუნდა ბრელს ამის მოსმენა მან და მაინც მაგრამ მან გადაწყვეტა მოწყორი და იქ მოვყევი და იქ მოყვა რაღაც პატარა პოლემიკა გავარკვიერაში იყო საქმე და ვინც ერგვევდნენ იმათ მოთხოვს რა საინტერესოა და დავიშალეთ ესე მაგრამ გამოძახილი მოყვა რამდენიმე თვის შემდეგ როდესაც ერთ-ერთ სასულიერო პირმა ეს მეცხა სუფრაზე არ იცოდა ეს ამბავი თქვა რომ აქო ტაძარში ეგარაფერი იმაზე უცხო ცივილიზაციებზე რო ლაპარაკობ რაღაცებს კარგად მოყევი ძალიანო იქ თხოვა ერთ მოხუცმა და მოყევი და კარგად მოყევი ძალიან მაგრამ მაპატია არ მჯერა ამის არაფერს მოთხარ შეიძლება არც მე არ მჯერა მაგრამ რასაც მეცნიერებაში რაც ცნობილი იმაზე ლაპარაკი მე მეტი არაფერი არ მეთქავს მეთქი და ეგ კიდე არაფერია აქო ტაძარში ვიღაცა გამოვიდა ამბიონიდანო და იმაზე თქვა რომ მირიანის დაბნელება იყო და სასწაული არ იყო გამეცინა და ავდექი და ვეთქარ და დაგტოვოთ მეთქი რატომ მიდიხართ და ვეთქარ მაპატიეთ მე ვიყავი მეთქარ ის პიროვნება ვინც ეგ თქვა მეთქი ნუ ეხში შერწყოცა წამოხდა და არ წახვიდე და სასულიერო პირი იყო ახალგაზრდა აი კაცი იყო ცუდი არ იყო უბრალოდ არ იცოდა მან და მაშინ ვთხარი რატომ არ იყო სასწაული მეთქარი ღმერთმა თავისი რჩეული მეფე მერიანი აიყვანა თოთის და გაახედა იმ მიმართულებით მე ვთხარი სადაც ის დაბნელება ხდებოდა ამას დიდ სასწაული რა გინდა მე ვთხარი არა ის რომ მე ვთხარი ავიდა და შემთხვევა იმას გული გაუსყდა და გამოიქცა იქინა შეშინებული ამაზე არ არის ლაპარაკი მე ვთხარი აღწერილი არის იქ მაგ არ წერია რომ ყურდღელივით გამოიქცა შეშინებული ვთხარი იქ არის აღწერილი მზის სრული დაბნელება რომელიც ემთხვევა ყველაფერს და ემთხვევა უცნობი ავტორის და ლეონტი მროველის წყაროებში და სხვათა შორის როდესაც ეს ვერ დაამტკიცეს ერთ საუკუნეს წინ ივან ჯავახიშვილმა ბოდიში როცა ითხოვა როგორც ისტორიკოსმა რომ გაგვაგებინეთ ასტრონომებო ის დაბნელება იყო სრული თუ არ იყო ნამდვილად ესეთი არსებობდა თუ არა და მაშინ ეს სამუშაო ოპოლცერის დაბნელებათა კანონი ეს ძალიან კარგი წიგნია ძველი 1886 წელს გამოცემული რომელშიც იყო 3200 წელიწადზე ყველა მზის სამთავარის დაბნელება მოცემული და იქ იმაზე იქინა შეგეძლო აგიღო მონაცემი გამოგეთვალა რაღაცები და ამ წიგნზე დაფუძნებით აიღო ეს წიგნი ხელში გააკეთა ევგენი ბიუსი იყო გეოფიზიკოსი ძალიან განათლებული და მან ძალიან სასახაპასუხი მისცა რომ არც ერთი მზის დაბნელება მირიანის შესაძლებლობის 300 წლის განმავლობაში 150 წელი აქედან წინ და უკან არც ერთი მზის დაბნელება სრული არ იყო და არ ჩანდა თოთესთვის მიდამოებიდან აი ეს თქვა ნაწილობრივები იყო მიუთით აქედაც მას სრული და ამიტომ ივან ჯავახიშვილმა და მე ყველა ისტორიკოსმაც ისტორიული განვითარება კვლევები წარმართეს იმ მიმართულებით რომ ის ორი წყარო ტყუის და დანარჩენი წყაროები მართალია აბა რა უნდა ეხნათ ახლა ზუსტი მეცნიერება ეუბნება რომ ეს არ არის საქმე იმაში არის რომ მეორე ესეთ სამუშაო შესრულდა 2003 წელს დასრულდა NASA-ს დაკვეთით
ფრედ ესვენაკი იყო ესეთი ძალიან კარგი ასტრონომი, გარდაიცვალა 1 ივნის ეხლა წელს. ძალიან გული დაწყვიტა ყველას, იმიტომ უდიდესი გამომთვლელი ასტრონომი იყო და მან შექმნა დაბნელებათა საიტი NASA-სთვის, მე ის გადაკეთდა რაღაც რამდენიმე საიტი არსებობს, რომ ყველა დაბნელებას პოულობ 5000 წელიწადს, მას უკვე 6000 წელიწადზე ქონდა ნამუშევრები ბოლო პერიოდისთვის. და იმ ახალი მონაცემების თანახმად აი 319 წლის 6 მაისის დაბნელება, აი ძველში იყო ბათუმთან თავდებოდა და გადმოყვანილია ჭრილი გარდაბანის მიდამოებამდე, გადმოჭრჭებული არის. აქ არის ცვლილებები შეტანილი კოსმონავტიკის განვითარებასთან ერთად, შეშფოთებები დაკვირვებული არის ხელოვნურ თანამგზავრებს და ადვილი გამოსათვლელია რა ხდებოდა როგორ და კარგად იქნა დაზუსტებული მზის დედამიწის საკუთარი ყერძის გარშემო ბრუნვის შენელება, საუკუნეებრივი შენელება, უფრო ნელა და ნელა ბრუნავს. ცოტათი, მაგრამ მაინც იკრიბება ეს. და აღმოჩნდა რომ 17 საუკუნის განმავლობაში 6.5 წუთით გადმოიწია დაბნელი მოკიდახელი და აქეთ იქ მაშინ უფრო სწრაფად ბრუნავდა დედამიწა. და ის რაც მაშინ ოპოლცერმა არ იცოდა ერთ საუკუნთად, რომ უკვე იცოდნენ კოსმონავტიკის განვითარების შედეგად კარგი გაზომების შეშფოთებების კარგად გამოთვლის შედეგად უკვე იცოდნენ დედამიწის ყერძის შენელება ზუსტად. და ახალი ისტორიაც კი შეიცვალა ჩვენთან. სამაგერად რა შეიცვალა მე იმ მოძღვარს ეკუთხარი ზუსტად რომ აი მეთხარი აგერ არის ახალი მონაცემები, ამ მონაცემებიდან გამოდის რომ ეს დაბნელება იყო და უფრო მეტიც მე ვთხარი მნიშვნელოვანიაც გასწორდა. რაც მე ვთხარი თითქმის ერთ საუკუნე აგინებდნენ როგორც მეზღაპრეს ლეონ ტიმბროგელს, რომელიც იყო რუისის ეპისკოპოსი, ანუ ეს არგუმენტი კიჭრეს უკვე ეპისკოპოსი იტყვებოდა ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ არ იტყვებოდა თორმე, სწორად წერდა ყველაფერს. და ამ დროს უკვე განწყობა იცვლება. და იქნებ ხედავენ რომ წმინდა კაცი იყო, რომელიც შრომობდა კარგად. და აგერ არის ეს დაბნელება სრულიად გაკეთებული, ჩვენაც მივიღეთ მათემატიკური გამოთვლებით, აი აღწერილია ესეთი რომ ავიდოთ ხოთის დასამაღალსა და გავიდოთ ხემამდე და მოიხილა კასპისა და უფლისციხის მიმართულებით. ანუ გეოგრაფიულად ნიშნავს რომ გაიხედა დასავლეთით. და შუა სამხრის ოდენ, ანუ შუა დღის მერე. დაბნელდა მზე და მართლაც ის ნაწილობრივი დაბნელება იწყება სადღაც თუ არ მეშლება 4-ის მერე 5-ისკენ, მერე 1 საათი მიდის ხოლმე ნელ-ნელა ჩამოფარება, მერე თითქმის 2 წუთი ცოტა ნაკლები იყო სრული დაბნელება, მერე გამოაღწია და ამასობაში ჩავიდა დასავლეთის ხაზის გამოთვლებით ვიცით ჩვენ. ემთხოვა რა ის აღწერა და ეს გამოთვლები ერთმანეთს ერთ-ერთზე ისი სხვა დაბნელებებით შევამოწმეთ და ისინი არ არის არც ერთი. თანაც 5 დაბნელება იყო იმ პერიოდში 80%-ზე მეტით იყო, თუმცა აღწერილია იქ 100%-იანი დაბნელება ტექსტობრივად. და საღამო ხანს იყო მხოლოდ ეს, დანარჩენი 4 დილას იყო, დილასვე დაიწყო, დილასვე დამთავრდა იყო. ხო, ამიტომ იქ ცალსახად ერთ-ერთზე დაждდა რომ ეს არის 319 წლის 6 მაისი. ხოლო იქ შემდეგ რომ არის მეფე მირიანი რომ მოექცა თვითონ და რო ითხოვა და მეხმარება მას კონსტანტინე იმპერატორს უთხოვა და იმან ეპისკოპოსი იოანე გამოუგზავნა დასახმარებლად. აი ეპისკოპოსმა იოანემ მიაგნო, იცოდა უფროსი გაიგო და მივიდა სპეციალურად ქართლში იყო სასწაულმოქმედი ხე, რომელიც კურნავდა დაჭრილებს და ავადმყოფებს. და ეს ხე მოაჭრევინა და 37 დღის მერე მისგან გამოათლევინა 3 ჯვარი და 3-ვე სასწაულმოქმედი ჯვარი იყო. აი ეს 3 ჯვარის გამოთვლა ეთქვა 1 მაისს კვირას. და მე 2 მაისს ერთ-ერთი აღმართეს იქვე და ერთი კვირის თავზე 2 კიდე იქვე რა, სადაც ახლა ჯვრის მონასტერი იმ ადგილას და 2 კიდე სხვადასხვა მოსაზრებებით ერთი თხოთისაზე, სადაც მეფე მირიანმა ჯვრის სახით იხილა ის დაბნელება, საინტერესო ის მომენტი ჯვრის სახით და მეორეს მომენტი იყო რომ სადაც ვარსკვლავები წავიდნენ და ჩაესვენენ კახეთში ბოდბის მონასტერი სადაც იმ ადგილას იყო და იქ უნდა დადგმულიყო ეს ჯვარი და მან ცოტა შეყოხმანდნენ და თქვენს აქვე გვაქო სამეფო ციხესიმაგრე და უჯარმაში წაიღეს და იქ დადეს ის ჯვარი. პრინციპში დარღვევა იყო ეს. თუმცა წმინდანი ნომერე თავის მოღვაწეობის ბოლო წლებში წავიდა და იქ დასახლდა ზუსტად სადაც ჯვარი უნდა აღმართულიყო. თვითონ მივიდა იმ ადგილას. ხო, ძალიან საინტერესო მომენტებია და უბრალოდ რას ჩაგეკითხებით ისეთ მზის დაბნელებას მე რამდენჯერაც შევსწრები ვარ თვალით ამის შემჩნევა ძალიან ძნელი არის ხოლმე. და ბოლო რაღაცა 30 წლის განმავლობაში იყო ეგეთი დაბნელება რომ ესე შევერაღებული თვალით შეიძლება დაინახო და მართლა რაღაცა საქმე იმაში არის საგრძნობლად მოიკლოს შუქმა. შუქი იკლებს უბრალოდ, მაგრამ ჩვენ ვიჩვეულეთ ახლა რომ გავიდეთ გარეთ და მოყრუბლული იყოს, კარგად მოკლებული იქნება შუქი და უბრალოდ ვიცი რომ მოყრუბლულია და არ მადარდებს ეს საკითხი.
მაგრამ ამავე დროს თუ არ ვიცი რომ იმ დღეს მზის დაბნელება ხდება ნაწილობრივ სრულზე არ ელაპარაკ, სრულზე 20-ად შენიშნავს ადამიანი. ნაწილობრივ მზის დაბნელება რო ხდება, თუ არ ვიცი რომ დაბნელება შეიძლება ვიფიქრო რომ ღრუბლები არც მეცალოს იმის, არ ავიხედო ზემოთ. და ის სიკაშკაშე იკლებს მისი და ესეთი სასწაულებრივი ეფექტი მას არ აქვს რა, უბრალოდ იკლებს ტემპერატურაც იკლებს ცხადია ნაკლები მოდის გამოსხივება. ყველაფერი შეხედოთ შეიძლება თვალით, აი მაგათაც ეხლა ხანს იყო 2 წლის წინ იყო ოქტომბერში მზის ნაწილობრივი დაბნელება თბილისში, მეც ახლებს 50-60% იყო, ხო ზუსტად აღარ მახსოვს. დაწუნებული ვარ რომ თბილისის 80%-მა ვერც კი გაიგო რომ არსებობდა. 80%-მა ალბათ ინტერნეტში წაიკითხა რომ ეს დაბნელება თბილისშიც იქნება და ალბათ 5%-მა შეიძლება გახედა ცას. მაგრამ დიდ ეფექტს ვერ ნახავდა, უბრალოდ დაინახავდა რომ მზის დისკოს ნაწილი შემოეფარა ჭდირი. ხო, მეგონი ხა ამერიკაში იყო, ამერიკიდან ჩანდა სრული დაბნელება. კი, იყო ესეთი დაბნელება გაზაფხულზე და ცენტრალურ შტატებზე გადაიარა დიაგონალურად ესეთი თლათ მასში კალიფორნიაში არა ცოტა შეწეული იყო, ესე აიარა და მე ავიდა კანადისკენ. ამას ესწრებოდა სხვათა შორის ჩვენი ობსერვატორიის თანამშრომელი და ილიას უნივერსიტეტის მეცნიერი თანამშრომელიც არის დავით ქურიძე, იმიტომ რომ ის მუშაობს იქ ბოლდერის მზის ფიზიკის ცენტრში. ყველაზე დიდი ცენტრი რომელიც კი არის მსოფლიოში და რა თქმა უნდა ექსპედიცია გავიდა. ერთი ორი შტატი გადაიარეს და დადგენენ და აკვირდნენ მზის სრულ დაბნელებას. უფრო მეტიც ახლა იქ ისე დიდი შესაძლებლობებია ცხადია. ახლა უწევს საკმაოდ ხშირად დაკვირვებები, აი რა მასალები გვაქვს ჩვენ და რაზეც კვლევები რაზეც მიმდინარეობს. მზის 4 მეტრიან ტელესკოპს დაკვირვება. ამას დიდი ტელესკოპი მზისთვის ცალკე არ არსებობს ჰავაის კუნძულებიდან. ან ესეთი ადამიანი გვაქვს ჩვენ იქ და ინფორმაციის პულსზე ხელი გვიჭირავს ახალი აღმოჩენები რაც ხდება. ეხლა ხან სტატია გამოუშვა მზის ზედაპირის ანალიზი არის რაღაცა 20 კილომეტრიანი სივრცით, ეს 20 კილომეტრის ასწავლია საერთოდ. ისეთი გარჩევით ჩანს ყველაფერი. და ისე გაზომილია და შედეგები დადებული. ხო, და ნუ მე სათაშორის საქართველოს მეტნაკლებად ყურადღებას ამას აქცევს იმ გაგებით რომ აი დათო ქურიძის გრანტი არის მიწის რუსთაველის ფონდით დაფინანსებული აქ. და მე კოორდინატორი ვარ იგივე გრანტის და ამ მშვენივრად მიდის სამუშაოები, კარგი საქმეები კეთდება. ასე რომ ინტერესი არის ხო, აქ შეგინდაც არის ინტერესი. ხო და ეს ამბავი თუნდაც აი რაც მირიამ მეფე-მირიანს შესახებ აღწერენ ისტორიკოსები, ესეც თავიდან დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ წმენა საიდან მოდის და ესეც რაღაცა ცოდნა მიიღო, რაღაც დაინახა და მე იწამა არის, ხო? ანუ ესე იგი მაინც რაღაცა ცოდნას უნდა ემყარებოდეს წმენა? წმენა ორივენაირად შეიძლება იყოს, შეიძლება პირდაპირ წმენა მიიღოს ადამიანმა და ცოდნა მე მიიღოს, შეიძლება დიდი ცოდნით და ლოგიკით მივიდეს რაღაცა და მიხვდეს რომ არსებობს და ირწმუნოს. ასე რომ ორივე გზა არსებობს, თვითონ წმინდა მამები გეუბნებიან რომ ორივე გზით შეიძლება მისვლა. ასე რომ მანდ არ არის სალკე რეცეპტი თითოეული ადამიანისთვის. მაგრამ ძალით დათუგუნო ცოდნა, იმიტომ რომ წმენა არ ყოფნის, ეს რა თქმა უნდა უდიდესი შეცდომა და ბოროტება თან. ცოდნა კონდეს და წმენაში მოიმატე. თუ შეგიძლია, მოუმატე. ამ მარტო ცოდნაში წახვიდე და საერთოდ უგულოდ არჩე, ესეც არ ვარგა. აი ეს ორივე რაღაცა თქვით კიდეთ ჩვენ. თვითონ მირიანის დაბნელების მომენტი სასწაულსაზრე არის მართლა ის ჩემი აზრით, რომ ღმერთმა აიყვანა და გაახედა იმ მიმართულებით, რომელიც წესით ვერ უნდა დაენახა ესე ადვილად. იმიტომ რომ ხოთისამდე მისასვლელი გზა არის დაბლობში. იქიდან ადიხარ მთაზე და იქით ამხარეს მეორე მხარეს ხდებოდა დაბნელება. ასე რომ რო დარჩენილი ყო აქ და ისე როგორც ცხეთაში ხალხი იყო და დაბნელება მათ არ უნახავთ. იმიტომ რომ ცხეთა თვითონ ქვაბივით არის, მთები ეფარებოდა და მთების უკან რო ჩავიდა მე დაიწყო დაბნელება, ამიტომ მათ არ უნახავთ. საერთოდ არ იცოდნენ რომ დაბნელება იყო. ამიტომაც იყო ნეჭვით, აი ბევრი ესეთი არსებობს ხო ჩანაწერები ისტორიული წყაროებით, რომ იქ მარტო ჩამობნელებაზე ელაპარაკე და არამზის დაბნელებას. მაგრამ ერთიც რო არსებობდეს, ეს არის და თუ დადასტურდება, მაშინ ნიშნავს რომ ეხლა დაბნელება ჩამობნელებასაც ხო იწვევს, ასე რომ არ უშლის ეს ხელს და ნამდვილად ის ორი წყარო მართალია. სასწაულის ამბავი აქ არის და მე მაგალითად მიმაჩნია რომ გაცილებით უფრო დიდი სასწაულია ღმერთმა აიყვანა იმ ადგილზე, მას დაანახა და მის მხლებლებს არამლებიც შორი ახლოს იდგნენ თის ქვემოთ, ხო? არ დაანახა ეს ამ რჩეულს დაანახა, აი უკვე სასწაული ერთი, ვიდრე ის რომ წინა დღეს იქეიფა შაქარმა უწია და მოვიდა მოელანდა მე ეს დაბნელება. ეს პირიქით კატასტროფაა პრაქტიკულად. ამიტომ ვფიქრობ რომ წმენის მომხრეებმა კარგად უნდა დაინახონ ამ სამეცნიერო ნამუშევრის პლუსი. პირიქით მათთვის უკეთესია ეს ამბავი.
კარგი, კიდე რა არის ახლა ცაში? დავიწყეთ რომ დელი რაღაცები ხდება, მოკლედ მე ვიცი რომ ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე ამას ყველაფერს ვერ მოყვებით, უფრო მეტიც შეიძლება რაღაცები კითხვები დაისვას ისეთი, რომ იმდენად სპეციფიკური იყოს შეიძლება იმ სპეციფიკის მიმართულების სპეციალისტებს კი დაუძახოთ და ის ალაპარაკოთ მთელი გადაცემა. მაგრამ ძალიან დიდი აღმოჩენები არის მას შემდეგ რაც კარგი მართლა საუკეთესო ტელესკოპები არის გატანილი კოსმოსშიც და მაღალმთიან რაიონებშიც დადგმული. მაგალითად ჩილეს ობსერვატორიაში ახალი საუკეთესო ტელესკოპები იდგმება და სულ ახალი აღმოჩენები მოდის. ასევე ჯეიმს ვების ტელესკოპი რომელიც გატანილია უკვე და სასწაულებს ახდენს პრაქტიკულად, ხო? აი მე ამის წინ უმიწე ერთ-ერთი პოპულარული ლექციის დროს საქართველოში ერთ-ერთი ვიდეო ჩავრთე პირველ ახსე იყო გასული, არც მახსოვდა შიგნით რა იყო. მახსოვდა რომ ამ თემას ეხებოდა იყო ეგზოპლანეტები. და მაც ლაპარაკობდა იქ ძალიან სპონტანურად სხვათა შორის ვამბობ პირდაპირ რომ მე მაგალითად დღევანდელი მონაცემებით ამჯერა რომ ეგზოპლანეტის ატმოსფეროს დაკვირვება შეიძლება მის კიდე იქვე ვამბობ რომ მაგრამ ტექნიკა ისეთ ტემპით მიდის რომ ბევრი რამე ამჯეროდა და მე შესრულდა და კიდე გავამბობ რომ ამას მართლაც 7 წელია გასული იმ გადაცემიდან. მე ატმოსფეროები არის უკვე დაკვირვებული. მართალია არ არის ძალიან დაწვრილებითი და მაღალი დონის დაკვირვებები, მაგრამ ატმოსფერო ჩანს რომ ნამდვილად აქვს. ჩანს შიგნით ისეთი ელემენტები, რომელიც დედამიწის ატმოსფეროშიც არის. რამოდენიმე ეგზოპლანეტაზე ეს არის უკვე ნაპოვნი. მიუხედავად მათი სიშორისა. ხა სიშორისა ჩვენი დედამიწისეული მანძილებით ძალიან შორსაა ისინი. თორე ახლა როცა 50-60 სინათლის წელიწადია ჩვენგან დაშორებული და 70 თუნდაც 100-ით. ეს ასტრონომიაში ითვლება აგერ აგვერდზე. აი როგორი მომენტი არის რომ ეს არის აი დაახლოებით საბერძნეთის სტოლი. მივედი, მაგრამ ხო ახლოს არის, მართლაც ახლოსაც არ არის, მაგრამ აი სხვები რომელზეც ჩვენი მედი გვაქვს რომ კიდევ ბევრ ამას ვიპოვეთ, ისინი ძალიან შორს არის, ხო დედამიწის მეორე მხარეს რო იყოს დაახლოებით აი ესეთი შორე საბერძნეთთან შედარებით. მე რატომ ვამბობ ამას რომ უამრავი აღმოჩენა არის. დაახლოებით 3 ან 4 ტიპად ყოფენ ხოლმე ეგზოპლანეტებს თავისი მონაცემებით არიან პატარები, დედამიწაზე უფრო პატარები არიან, დედამიწისნაირები და ორჯერ სამჯერ უფრო დიდები, სუპერდედამიწას უძახიან. ესენი ყურადღების ცენტრშია ძალიან, იმიტომ რომ სუპერდედამიწები რაც არის, თითოეულ მათგანს ამოწყობენ მაშინ არის თუ არა ეგრეთ წოდებულ სასიცოცხლო ზონაში თავისი ვარსკვლავის გარშემო. ეხლა ეს სასიცოცხლო ზონა რა არის? მარტივად რო ახსნათ. ეს არის რა ენერგეტიკას აძლევს, ანუ რა სიცხეს აძლევს გამოსხივების გამო, აი ითვლი ხო ვარსკვლავს ხედავ როგორია და ის ახლა ყველა ვარსკვლავი ახლოს ძალიან დაგწვავს და ვერაფერს ვერ ისმის, ხო შეიხრუკები და მორჩა იქ არაფერს საცოცხლო პირობები იქ არ არის. ცოტა მოშორებით თუ მიდიხარ, მე უკვე ნორმალური პირობები დგება და იქ თუ პლანეტა დიდხანს არსებობს, ხო მისი ევოლუცია უკვე მოსაოდნელი უკეთესობის გასწავლია. ჩვენთან ვენერაა ხო ეგეთი? ვენერა არის ცოტა შიგნით, საცოცხლო ზონის ოდნავ შიგნით, ცხელ ზონაშია მაინც. და უკვე ვენერას შემდეგ ეს გამოთვლებით როგორც არის რა, ახლა ზღვარზეა, მაგრამ მაინც თანამედროვე ახლა ისინი რომ მინახავს სურათები, იქ ვენერა არის სასიცოცხლო ზონაზე უფრო შიგნით, ანუ უფრო ცხელ ადგილას, ცოტათი. დედამიწა არის სასიცოცხლო ზონის სიგანე რაც ადათვლი იმის შუაშია, კარგად, უფრო აი 7-დან ოდნავ გრილისკენ და მარსი არის ამავე ზონაში საკმაოდ კარგად გრილ ნაწილში. ანუ გამოდის რომ ახლანდელი მონაცემებით დედამიწა და მარსი ეს ორი პლანეტა, რომლებსაც აქვთ სასიცოცხლო ზონაში ცხოვრების დიდი ხნის ისტორია, 4 მილიარდი წელი და მეტი. ხო, ამიტომ აქ ჩამოყალიბება სიცოცხლეში არიან. კარგუბანში არიან, ხო, არც იწვიან და არც ცივად. აი ესეთი უბანი. ეხლა რომ ავიღოთ ჩვენ დედამიწაზე მზეზე უფრო პატარა ვარსკვლავი და ასეთები არის უამრავი, რომელსაც თავისი პლანეტები, ეგზოპლანეტები არის იქ. ხო? ის თუ ავიღეთ პატარა, მას ეხლა სასიცოცხლო ზონა ახლოს ექნება, იმიტომ რომ ახლა ნათებაც ნაკლები აქვს ტემპერატურა მალე ეცემა, ხო, დაშორებით მინდან ვარსკვლავიდან და შესაბამისად, აი მერკური რა მანძილზეც ამზიდან, იმ მანძილზე რო არიან ამ პატარა ვარსკვლავებიდან პლანეტები, ისინი ხშირად არიან სასიცოცხლო ზონაში თვითონ. ძალიან ახლოს არიან და არიან სასიცოცხლო ზონაში. ოღონდ რახან ახლოს არიან მასიურ სხეულთან, ხო? მათი გარემოქცევის პერიოდები არის ხოლმე 3 დღე, 5 დღე, 10 დღე, 12 დღე. ანუ 12 დღეში წელიწადი გადის. სწრაფად ევლებიან გარშემო. რამდენად სტაბილური ამის გამო მათთან თქვათ სეზონები ან მდგომარეობა საერთოდ თანაბრად რამდენად კარგი არის, არ ვიცი. ჯერ არც არის შესწავლის საშუალება ამდენი ხა მანდამაინც დაინახო როგორი ღერძი და დახრილობა აქვს თითოეულ პლანეტას, ცოტა ძნელია, თუმცა შეფასებები ხდება. და თქვათ არის საინტერესო ეგზოპლანეტური სისტემა, მაგალითად კეპლერ 186-ია, ესე თვალით მახსოვს უკვე თვითონ, რომელსაც პატარა თვითონ, მზესთან შედარებით 3-ჯერ პატარა არის, ის ვარსკვლავი წითელი ჯუჯა არის.
შეიძლება ცოტა ნაკლებიც კი იყოს. და მისი ასე ვთქვათ, სასიცოცხლო ზონაში, პროცესად შესწავლილი არის პირველი 5 ეგზოპლანეტა რომ ვნახოთ, 4 მათგანი ახლოს არის, ცხელა. ძალიან ახლოს, მერკურის მანძილზე და უფრო ახლოს არიან მასთან. აი მეხუთე უკვე F-ი არის, რა, B, C, D, E და F-ი. თვითონ არის ვარსკვლავი. კეპლერ 186 F-ი არის პლანეტა, რომელიც ცოტა დიდი არის დედამიწასთან შედარებით, 1.5-ჯერ დაახლოებით და არის სასიცოცხლო ზონაში თავისი ვარსკვლავის. თუმცა ძალიან ახლოს არის მაინც რა. დაახლოებით მერკურის მანძილზე ცოტა მეტი, მე მგონი. დაახლოებით უნდა 130 დღე რომ ერთი წრე დაარტყას თავის მზეს. აი ეს მაგალითად არის სასიცოცხლო ზონაში. კარგი, აი უფრო პატარა ვარსკვლავი რა ვიღოთ, კიდევ უფრო ახლოს არის სასიცოცხლო ზონა და გარეთ უფრო ცივა. ეხლა ჩვენზე უფრო დიდი ვარსკვლავის შემთხვევაში ცხადია ახლო სასიცოცხლო ზონაზე რაც უნდა პლანეტები იყოს, ლაპარაკი არა უფრო მოშორებითზე იქნება ანალიზი. ასე რომ ეს არის ძალიან განვითარებადი მიმართულება, იმიტომ რომ მართლაც ბოლო პერიოდში ხდება ატმოსფეროს დაფიქსირება რამდენიმე პლანეტასთან. ატმოსფერო უმნიშვნელოვანესი მოვლენა არის, თუ ის არ აქვს, მაშინ ლაპარაკი არაფერზე არ არის, ხო? იმიტომ რომ იმისთვის რომ დაცული იყოს, გარდა იმისა რომ ბიოლოგიური პროცესები უნდა მიმდინარეობდეს რაღაც, ხო, და ატმოსფერო საჭირო და მე წყალია საჭირო, ხო, იმას ზედაპირზე. ამის გარდა არის მნიშვნელოვანი ის, რომ ატმოსფერო არის დამცველი ზონა, რომ გარედან რამე პირდაპირ არ დაეცეს, თქვათ, პლანეტას ეს ერთი და მეორე უნდა ქონდეს ძლიერი მაგნიტური ველი, რომ გამოსხივება რომ მოდის ძლიერი, ისიც არ დაეცეს, არ შევიდეს. აი დედამიწას აქვს ძლიერი მაგნიტური ველი და მარსს არ აქვს. მარსს მაგალითად ამის გამო რომ ძლიერი მაგნიტური ველი არ აქვს და დაგლიჯილი ეს ნაწილ რაღაც რამდენიმე პოლუსი აქვს, პატარ-პატარები. მას გამოსხივება აღწევს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შედარებით 1.5-ჯერ უფრო შორს არის მზიდან, მას რადიაცია უფრო სერიოზულად შედის და აზიანებს იქ ყველაფერს. ისე რომ ჯერჯერობით ხერხდება ატმოსფეროების მეტნაკლებად დაფიქსირება, ალბათ გაუმჯობესდება უახლოეს ხანში ეს დაკვირვებები, უკეთესი შედეგები დაიდება. შეიძლება ყოველდღე, შეიძლება დღესდილასაც კი გამოაქვეყნეს რაიმე ახალი, ისე სწრაფად მიდის ჩვენთან ყველაფერი და მივიღებთ ალბათ ამ შედეგებს. შეიძლება გქონდეს აზრი თუნდაც რაღაც სასწაული თუ მოხდა ერთი კვირის შემდეგ პატარა კომენტარის გაკეთებას ეს მოხდა. იმდენად რაღაცები ხდა. აი მაგალითად მზეზე ამოფრქვევები რო ხდება, ვერცერთი ვერ დაასწრებს სტატიის გამოცემას ჩინელებს. მორიგეობა მიდის პირდაპირ აკვირდებენ დაინახა ხო რაღაცა. მაშინ ეს სტატიის ტექსტი რაღაც მეტნაკლებად არსებობს, იმას ჩაწეს ამ ახალ მონაცემებს, დილა შეიგრებებიან კონსილიუმზე ყველა შესაძლო ავტორი და მაშინ უშემენ სტატია. ან რამდენიმე საათში სტატია გამოშვებული უკვე. იმიტომ რომ მუშაობა დღე და ღამე. სულ. ხო, ახლა ღამე შეიძლება თქვას, ღამე მზეს როგორ უნდა დააკვირდოთ. თანაგზავრები არის ყველაფერი, ხა თანაგზავრისთვის დღე და ღამე არ არსებობს, ეს სულ აკვირდება. და სანამ ვინმე აზემოდის, იმათ უკვე სტატია აქვს. და ეს თაში რა ლიდერები იყენებენ კი არა და სახელი მოდის რეალურად ახალი ინფორმაცია მათგან მოდის პირველი რეპუტაცია ძალიან მატულობს იმიტომ რომ როცა მეცნიერი გამოსცემს აიმე ანალიზს აკეთებს იმან აუცილებლად მივუთითოს მის წინ ვის რა გაკეთებული ასე რომ მას მოუწევს იმათზე მითითება და მათი რეიტინგი მატულობს და მატულობს ასე ზახიან ციტირებებში ძალიან მატულობს ციტირებებში ძალიან იმატებს ეს ერთი უფრო მეტიც ვინც ფულს დებს ხოლმე იმაში რომ კარგი გამზომი ხელსაწყოები ქონდეს და ყველაფერს ზომავდეს თქვათ ჩვენ ქონდა შემთხვევები როდესაც გეოფიზიკაშიც და ასტრონომიაშიც როცა ჩინელებს ვკითხეთ რა ესეთი რაღაცა გვინდა ეს მონაცემები რომ მოგცეთ და გავაკეთებთ ჩვენ ამას დავამუშავებთ იმათი წინადადებარი პირდაპირ ესეთი პრობლემა არა ჩვენთან ერთად იმუშავებთ და ჩვენ დავამუშავებთ ისინი ძახიან ანუ არ გაძლევენ იმ მონაცემებს. მან აქვია მთავრობამ ჩადო უზარმაზარი თანხები მილიონები ამაში, ხო? თვითონ აქ და ამიტომ უნდა რომ მისი სახელი იყოს ყველგან. არ მოგცემს იმ მონაცემს რა. არც მოკიდეს, არც ყიდეს, არ გეუბნება ერთად გავაკეთოთ, თან მე დავამუშავებთ. ამ დროს ჩვენ დამუშავება უკეთესად ვიცით. არა უკეთესად არ შეიძლება ერთნაირად ვიცით, მაგრამ ყველა შემთხვევაში აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვინც ფულს დებს, ის ითხოვს პრიორიტეტს. მსგავსი რამე ევროპაშიც მინახავს, მაგალითად ერთობლივი გრანტები რო ქონია, პირდაპირ იქ შეგინთ რომ აი მაღალი ხელფასის გადახდა შეუძლია როცა ევროპაში ხარ ისე არა. ანუ ვეუბნები კაცო ევროპის წევრი ხო ვარ ჩვენც, მე რა, ჩვენთან არის სხვანაირი ისა ტარიფი. ჩვენთან თუ იქნები და ჩვენ ინსტიტუტში თუ იმუშავებ, მაშინ გღებულობ თანამშრომლად და თან მიიღებ აკაურ ხელფასს. და გრანტითაც კი დამატებით რაღაცებს ყველაფერს მიიღებ. ეს არ არის პირდაპირ გაგებით დისკრიმინაცია რა. დებს ის კაცი ფულს და ვეუბნება რომ იმუშავე აქ იმუშავეთ, აქ ჩამოიყვანე, პრობლემა არ არის. აი მაგალითად ჩემს თეორიული ფიზიკის სპეციალისტებს ვთქვამთ,
რომ ტრიესტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტზე იყო ლაპარაკი მაშინ იტალიაში, რომ სამი ძირითადი თანამშრომელი ყავდა თუ ორი სრულოდა. 1-5 ადგილი თავისუფალი აქვს. ან როგორი ამბავია, რომ არის ხელფასი, მაგრამ ვიღაცას მოიწევს 3 თვით. ან 6 თვით. და იმასთან ერთად მუშაობ, იმას 5 ხელფასი, ერთობლივ სტატია გამოდის. ან ძირითადი თანამშრომელი არის 2 ან 3, მაშინ განყოფილებაში, დიდ განყოფილებაში. დანარჩენებს ჩამოყავთ და ერთად მუშაობენ და თავის სახელი და დიდება იტალიას მოსდის. რა თქმა უნდა, ისინი წერენ კიდე სოციალობა საქართველოში მუშაობს 200 უციტებს, მაგრამ ის ზრუნავს თავისაზე რა, რაც ჩადებული, მის ამოღება უნდა ყველას. უნებრივიც არის. სანამ არ ჩადებენ შესაბამის ფულს, თქვა ჩვენი მხრიდანაც. ჩვენთან იქნება ყოველთვის მათხოვრობა იქითკენ როგორმე მასალა მოვიპოვოთ. ზოგიერთი ამას ახერხებს კარგად იმით, რომ მართლა კოლეგები ყავთ კარგი და მათთან ერთად აკეთებენ სამუშაოს და ის მოიტანს მასალას ან სტატიის დაბეჭდის ფულსაც ის მოიტანს და მე ერთობლივ საქმე კეთდება. უამრავი რაღაცა არის ახლა პატარა ესეთი კულტურული ხულიგნობები ესე ვთქვათ, მაგრამ ის იმათ სახელი ხომ ატულობს მაინც, ანუ ამის საშუალება არის, მაგრამ ყველაფრის საშუალება არ არის. აი ერთმა კარგმა პროფესორმა თქვა აბასონში მუშაობდა მაშინ, რომ ან ჩვენსაც გავაკეთებთ საქმეს და ჩვენი სამუშაოები მოუნდებათ ერთობლივად მოხდებით ერთობლივ სამუშაოებში და სტატიებში, ან არა და ჩამოვლენ აქ ობსერვატორიაში და თვითონ ჩამოიტანენ ყველაფერს, ჩამოიყვანენ ხალხსაც, ვინც დააგვირდება და ჩვენ კიდევ გვეტყვენ, ვაჰ, რა кай ხაჭაპურებს აკეთებთ. აი და შეგვაქებიან მაგას. აი ეს გვემუქრება თუ ჩვენი რაღაცები არ შეგვიგეთ. ჯერჯერობით ასტრონომიას ამის საშუალება აქვს. ფიზიკაში და ასტრონომიაში კოლეგებთან ურთიერთობები მთელ მსოფლიოში კარგად არის აწყობილი ქართველი მეცნიერების და ეს ასრულგმულებს იმ გაგებით რომ ერთობლივი საქმეები კეთდება მათთან ერთად და შედეგები წაიდება შესაბამისად და ამით გავდივართ ფონს შეჯერებით. მაგრამ ერთი რაც პირდაპირ გარანტირებული აქვს ახალგაზრდას, რომელიც მოდის ასტრონომიის მიმართულებით, ალბათ ფიზიკისაც, მაგრამ ასტრონომიაში უფრო მეტი გასაქანია ამ ხრივ, არის ის, რომ საშუალება ეძლევა კავშირებზე გავიდეს. უცხოეთთან კაი კავშირები მყარდება, ერთობლივ სამუშაოები კეთდება, ერთობლივი გრანტები კეთდება, მივლინებები კეთდება, რამდენიმე თვით ერთი წლით პოსტდოქებზე წასვლა კეთდება, ანუ განვითარების საშუალება არის. თავარია რომ აქ იბრძოლოს, ისწავლოს, კარგი სპეციალისტი გამოვიდეს და მე იმას ისე დასტაცებენ ხელს ჩვენ ვერ ვასწავლებს აკაჭერებას, რა. ზოგიერთ მათგანი მაინც ახერხებს ჩვენთან ურთიერთობას, ზოგიერთ რჩება, მაგრამ მიდი მოდის ესე აკეთებს. მაგრამ ბევრი გვეხანტება, იმიტომ რომ როცა კარგი შედეგი გამოდის და გვაქვს მაინც ესეთი კარგი შედეგები, მათ მოიტაცებენ უფრო კარგი გეგმით ფულიანი ქვეყნები. გასაგებია, კაი, მოდი პატარა შესრულება გავაკეთოთ. ჯერ ჩვენი სპონსორის სოკალის შეკითხვა, შეივსვენე და აივსენერგიით, ესეთი რუბრიკა გვაქვს და თქვენ როგორ ისვენებთ ხოლმე და აივსებით ენერგიით? მე მახსენდება ნინო რამიშვილის სიტყვები, როცა ის კაცებს ავარჯიშებდა რა და იყო ქალებს. და ძალიან მაგრა ვარჯიშებდა, ძალიან წელში წყვეტავდა. მოკლედ და ეხოცებდა ქალბატონი დაგვასვენებდა და შეხედავდა და ივარჯიშეთ დასვენება საფლავშიც გეყოფათ, აი დაახლოებით ესე არის. სად არის დასვენების საშუალება, მაგრამ მეორე უკიდურესობაში არ უნდა აღმოჩნდეთ, რომ რაც დაემართა რეზერფორდს, ახლა რეზერფორდი იყო კავენდიშის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ეს უდიდესი ადგილია და მას ჰქონდა საშუალება, რომ საუკეთესო ახალგაზრდები ყოლოდა, ყველა მიდიოდა იქ. და დილას დაინახა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ესეთი იჯდა და სერიოზულად რაღაცას აკეთებდა, მუშაობდა, ბოლომდე ესე მუშაობდა და რომ გამოვიდა საღამოს, დაინახა, რომ ეს თავი არა აქ აწეული ისე მუშაობს. კაი, დაიმახსოვრა ხარ ფერო თქვია. გავიდა დილას მოვიდა დასიებული თვალებით ეს ბიჭი ზის, ისე ვაგაც კიდევ არაფერი არ თქვა. მესამე დღესაც რო იგივე ნახავ და პირველ ეუბნება, შენ ეს სამე დღე სულ აქ ახარო და სულ მუშაობ. მე შეხედა, კიო, თქვა და მე როდის გაფიქრობ. ანუ ესეთიც არ უნდა მოგივიდეს ადამიანს რა. ამიტომ ის ზომამა დასვენების, ანუ მე ვიტყოდი რელაქსაციის საშუალება სად არის. აი აქ არის ან თემატიკის შეცვლა, ერთ საქმეს აკეთებ, მეორეზე გადაერთვები, მე მაქვს ამის საშუალება, ძალიან ადვილად ვაკეთებ ამას. ვთქვათ, თუ მომინდება ისტორიაში გადავერთვები, თუ მომინდება სამედიცინო სფეროში გადავერთვები, თუ ასტრონომიით ცხადია, მომინდება გადავერთვები გეოფიზიკაში, გეოფიზიკა ყველაზე მეტად მომწონს ამათგან, მიზიზვრები ზოგადად
და მე ისე ყოველდღიურ სამუშაოს უბრუნდები ისე მზის ფიზიკაში რაც გვაქვს და რაშიც განაცაც ვასრულებთ, ხო? გარდა იმისა, რომ სამუშაო თემატიკაც მაქედან არის ორივე სამსახურში. ხო? ეს ყველაფერი არის, მაგრამ ასე ვერ ცხოვრობ ადამიანი. სხვანაირი რელაქსაციაც გჭირდება. Ну, ახლა ზოგს უყვარს ხოლმე რომ იქანზე სადღაც გავიქცევი და იქ ტბაში შევცურავ და ჩიტების ურდუს უსმენ და რაღაც მე არ მაქვს ამის მოთხოვნილება ნამდვილად. თუმცა ძალიან მე თუ აღმოჩნდა საფსადგილას ძალიან ბედნიერი და დასვენებული ჩამოვდივარ ეს არის. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ხდება იდეების, ანუ გონებრივად გადასვლა სხვადასხვა ადგილებზე ისვენებს ადამიანი, ზოგი ამ დროს მაგალითად ლოცულობს და კარგად არის ხოლმე. მე შემიძლია გამოვყო ორი სახეობა, როცა ლოცულობ და ღმერთს რაღაცას თქო, მართლა ისვენებ ცოტათი, მაგრამ თუ ძალიან ეხვეწები, მაშინ შეიძლება პირიქით იმდენი მოგივიდეს, რომ გადაიყალო. სხვისთვის როცა ლოცულობ, მაშინ პირიქით იღლება ადამიანი, მაგრამ ეს გვაწლია, რომ იმას ეხმარები თქვა. ამიტომ ნუ ეგონება ვიღაცას, რომ ლოცვით მანდამაინც დაისვენებს. ხან არის დასვენებისთვის, ხან არ არის, ეს თვითონ გაარკვევენ და ანუ უფრო კომპეტენტურს კითხონ. ყველაზე საინტერესო რელაქსაცია არის მედიტაცია. სასწაული ხდება პირდაპირ, რა ხმაურიანი ქალაქიდან შედიხარ პირდაპირ, ვარჯიშობ, წარმოსახვით გადიხარ, რაღაც სუნთქვას აკეთებ, რაღაც კარგ სიტუაციაში ხარ და 1 საათი გადის, ისე რომ გონია რომ 5 საათი ხარ დასვენებული ხარ და ჩიტივით გამოდიხარ მედიტაციის შემდეგ. მედიტაცია თვითმიზანი არ უნდა იყოს. ანუ უნდა იყოს ვჯდები, წყნარა თუ არ ამწვევი, ვაკეთებ ამას, ხო? და ეს არ უნდა იყოს გაფეთიშების სფერო, რომ აუ ყველაფერს ეს მიგვარებს, არ გიგვარებს ყველაფერს ის, მაგრამ გეხმარება ბევრ რამეში. ანუ ადამიანს უნდა კონდეს თავის შეხედულებები, თავის მორალი, თავისი რწმენა და მედიტაცია უნდა იყოს ძალიან კარგი საშუალება რელაქსაციის ჩემი აზრით. ხო, ეს რომელი მედიტაცია არის რაღაც ტრანსცენდენტური მედიტაციას რო ზახენე ხო არა? ტრანსცენდენტური მედიტაცია აწერენ ხოლმე რომ დასვენებისთვის არის და აღდგენისთვის და ხოლოტროპული სუნთქვა და ესეთი რაღაცები შემოტანილი, რა თქმა უნდა ეს მიმართულებები არსებობს, მაგრამ უფრო მარკეტინგული სახელებია ეს სულ ყველა. თვითონ მათგანი არის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ მოეშვას, მშვიდად იყოს თავის გულში ჩაიხედოს რაღაცნაირად, არის ამის საშუალება, ფიქრობ, იყურებ, ნუ მე იწყებ სადღაც გასვლას, აი როგორც ადამიანი იძინებს, შეიძლება არ დაიძინოს, ყველაფერი გესმოდეს. მაგრამ აი ხარ შენთვის შედივდებული კარგად, შეიძლება მიზანმიმართულად უფრო ტექნიკები არსებობს, მშვიდი და შეგიძლია თქვა ჩაისუნთქო რაღაც მიმართულებით კონკრეტულად და ძალიან დიდი ენერგეტიკული შვება იგრძნო. იმიტომ მართლა არის ამის ეფექტი, იმიტომ პირველი ეფექტი მე რაც მაგათაც იოგაზე მისვლის, საგნი იოგაზე მაგათაც რომელიც ფიზიკური დატვირთვა პირდაპირ გაგები და დაგრეხები არ არის, ეს არის რომ როცა მითხეს რომ წამოწექი და დაიფარე, ეს ადიალო რა შეგწიდეს იცივე იყო. და მე მითხეს აი ესე წარმოიდგინე აქ მიდის რაღაც ხივი, აქ ესე სუნთქავ შენ, ესე აკეთებ და ვარჯიშის შემდეგ კითხეს აბა ეფექტი გითხარ. მე ვთქვი რომ არაფერი არ გამიკეთები და არა მარტო გათბა კიდურები, ფეხები განსაკუთრებით, არამედ აი იწოდა ისეთი სიტუაცია. ფიზიკური დატვირთვა იქ არ იყო, მარტო წარმოსახვეთი იყო, ანუ სისხლის ძაღლებში გავიდა, სისხლი კარგად მიეწოდა. არის ეს ტექნიკები, ის ჯანმრთელობას უწყობს ხელს, კარგი ექიმიც და კარგი მოძღვარიც კი გეტყვის სადი დაივარჯიშე, შეგერგება, კარგად იქნები და მე ის დაბრუნდი, მოხდე. ანუ საქმე ის არის და დამხმარე საშუალება, რომელიც კარგად იწვევს რელაქსაციას ადამიანის. საინტერესოა. კარგი, შემდეგი ზოგიერთი სვამს. და ლევ არ არის, ნამდვილად არ არის დასვენება. ტიშერტ ჯისგან, ეს არის მაისური თქვენთვის. დიდი მადლობა. ყოფილი მაიკაჯი და სადაც არის ესეთი დაპრინტული მაიკები და ჰუდები და შეგიძლიათ გახსნათ ეს სპეციალურად თქვენ გამოგიგზავნის. ეს უნდა მეთქვა, ზუსტად თუ შეიძლება გახსნათ. კი. არავინ არ თქვა საჩუქრები არ მეყავს. ხო. ყველას უყვარს საჩუქარი. ძალიან კაი და მე და ძალიან მიყვარს ზუსტად აი ბაფთის ესე გახსნა. ხო არა. პატარა ბავშვით მიყვარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ადამიანს სხვათაშორის არ არის ცუდი. პატარა ბავშვით რო გიყვარს, ესე ბავშვური რაღაცა დარჩა შენში. ხო. კი. ეს ბავშვობა ძალიან მნიშვნელოვანია და მეცნიერებაში. ვა, რა კარგია. სატურნი. რა არის არ ვიცი, მეც არ ვიცი. ხო, შეიძლება. ეს თემატურად შემიჭი ეს? კი. იცოდნენ რომ თქვენ იქნებოდით. მე მანდამაც უყურებ ხსენით. შენერე მე მგონი ზომაშიც კარგად არის. ესეთი კაი ინტუიცია აქვს თუ უბრალოდ შემხედეს ეკრანზე და იცოდნენ როგორია. ნუ პროფები არიან თავის საქმის. ძალიან კარგია, სხვათა შორის დიდი მადლობა. თქვენც და აი შემსრულებლებსაც ძალიან მადლობელი ვარ. თემატიკვითაც მიიღებულია. კი და მაყურებელსაც შეუძლიათ ზუსტად ასეთი მაისურის შეძენა, ლინკი იქნება აღწერაში, ასეთი და კიდევ ბევრი სხვა მაისურის. ძალიან კარგი. ხო, ეს შეგიძლიათ ჩავდოთ თამაში. აი გამიხარდა ძალიან. აი დაახლოებით ესეთი რამეა, რაც ამბობენ აქ. კარგი მსახიობები, რომ
აპლოდისმენტების გულისთვის კი არ თამაშობ ზოგი რომ ამბობს ეგ ტყუილია. ჩვენ ყველას გვიყვარს ჩვენი საქმე და აპლოდისმენტები არის ყველაზე მთავარი ასე ვთქვათ სიამოვნება ამას ამბობდნენ ესე არის აქაც საჭირო ყოველთვის დიდი სიამოვნება. ხო იმდენი შეიძლება რომ აქეთ იყოს ჩემთან ერთად. აქეთ ჯობია დადოთ აი ხო დაიტევო. აი მანდ შეიძლება იმდენი არის დასაწყისში თქვენ მომეცით ტემოზე ჩამოვარდა საუბარი ტემოდან ნივთების გამოწერაზე და იმდენი რაღაცა ქონდა გამოწერილი და იმ საჩუქრებისთვის მადლობა ფლეშკები და პატარ-პატარა დეტალები იყო. ესეთი რაღაც ახსენეთ მარსო შეიძლება ის აქვს მაგნიტური ველი აქვს დანაწევრებულია და ეს რატო ხდება? რა იწევს ამას? ნუ გარკვეული ჯერ მაგნიტური ველს რა იწევს? ძნელი სათქმელია პირდაპირ ევოლუციის პროცესში ბრუნავს ყალიბდება იმ მომენტში მაგნიტური ველი ჩაიჭირება შენ მთელი მაგნიტური ველი ხო არის მზის სისტემის ამზის ყველა ძლიერია ხო იუპიტერ ძალიან ძლიერია ხან როცა იკუმშება სხეული და რაღაც საშუალებები არის ხა ელექტრომაგნიტური ველი ყოველთვის არის ხო რაღაცა და ეს ტრიალში კიდე იხლარდება უფრო ძლიერდება და რაც უფრო დიდი სხეულია მეტი შანსი აქვს რომ დიდი ქონდეს არ არის მანდა მაინც პროპორციული ამის შეიძლება ცოტა პატარა სხეულს მეტი ქონდეს და ეს მანდა მაინც კანონზომები რომ თავდები ვიყოთ მაგრამ მთავარი მომენტი ის არის რომ მაგნიტური ველი არის ძალიან საინტერესო ბუნებრივი მაგნიტი რომელიც ერთის ხრივ აისხლიტავს პირდაპირ დარტყმულს მერე თუ მის წვერებს დავაკვირდებით სადაც აქვს ეს ორ პოლუსიანი მაგნიტური ველი ხო ესეთი ამ რვალი და შუაში პატარა გამოშვედლები იმ ადგილზე ოდნავ შეხსნილია მაგნიტური ველი ხო ეს პირდაპირ დაჯახება როცა ხდება მზის ხარეს რომელი ნაწილიც არის მაგნიტური ველი ცოტა იკუმშება მზის ხარის მუდმივი ზემოქმედების გამო მეორე მხარე პირიქით გაწელია ვარცხნის ეს მეორე მხარეს ხო ეს პირდაპირ დამხტული ნაწილაკები ეს ვერ შემოაღწევს პლანეტაზე და აირეკლება ესე გაყვება ამ მაგნიტური ველს ძალწედებს იქა მე რაღაცა ნაწილს ბევრი აი აისხლტავს მაგრამ ნაწილი ნარჩენი ესე შემოვა აქ უკან დაბრუნდება და ამ გახსნილ ადგილებში პოლარული ციალის სახით გვევლინება ეს ახლა ვიდეოთი ჯობდა ცხადია მაგრამ ახლა ხელით ახსენე უბრალოდ ეს არის დაცვა პირდაპირ რომ პირდაპირ დარტყმა არ ხდება გარდა ატმოსფეროს რომელიც ძლიერია ხოლმე და ის იჭერს პირდაპირ დარტყმებს და ან გადაასხივებს უკან ან რაღაც ეს მაგნიტური ველი სერიოზული დაცვა არის თვითონ პლანეტის არის ფიქრობ თუ მარტო პლანეტას აქვს მზის სისტემასაც აქვს თლიანი მაგნიტური ველი და იქიდანაც იცავს გარე კოსმოსური ზემოქმედებისგან არის მომენტი როდესაც მზის ზემოქმედება და გარედან მოსული კოსმოსური სხივების ზემოქმედება თანაბრდება ეს არის ჰელიოპაუზა ქვია რომ ჰელიოს იმის იქით აღარ აქვს ზემოქმედება იმასაც აქეთ შემოსვლა ესე ადვილად არ შეველა მხოლოდ ნარჩენები და პატარ-პატარა ნაგლეჯები შემოდის ანუ გარე კოსმოსური ველიდან პირდაპირ დასხივებას ჩვენ მინიმალურს ვიღებთ თითქმის არა მზის სისტემაში ეს გარედან თითქოს რაღაც ბურჩი ვზივართ და ის ვიცავს ამიტომ ეს ყველგან არის მაგრამ მარსმა თავისი განვითარების ისტორიის განმავლობაში პატარა მასის გამო და პატარა ატმოსფეროც ჰქონდა საკმაოდ კრივი მაგრამ ატმოსფეროს დაკარგული აქვს თვითონ მაგნიტური ერთიანი მაგნიტური ველიც დაშლილია შეიძლება იყოს გარეზე მოქმედება შეიძლება ევოლუციის პროცესში დაიშალა და კანონზომიერება ეს მაგრამ ამავე დროს ის კარგავს ყოველწლიურად კარგავს გარკვეული რაოდენობით ატმოსფეროს ან უფრო და უფრო თხელი ხდება მისი ატმოსფერო ასე რომ იქ ახსოვდენია ძლიერი მაგნიტური ველი ერთთლიანი და მე ატმოსფეროს გამომშვება შეიძლება რაღაცნაირად ბიომრავალფეროვნებით რაღაცა არსო და იმათმა ნენდელა აღადგინონ ეს მარსის ზედაპირი იქ რო იყოს ახლა დაცული სიტუაცია მარსზე მზე უფრო პატარა ჩანს ერთ ნახევარჯერ უფრო პატარა მაგრამ მაინც საკმაოდ კაშკაშაა და მართლა ბედნიერება რომ ამბობა კი ხარია მეორე მხრივ მარსის დახრა მზის მიმართ ზედამიწის სიბრტყეს მიმართ ეკლიპტიკის სიბრტყეს მიმართ დაახლოებით ისეთი ჩვენ რო გვაქვს ჩვენ გვაქვს 23 გრადუსი იმას 25 გრადუსი ან თითქმის ერთნაირი ამიტომ იქაც არის 4 სეზონი ანუ ყველგან ეს ატმოსფეროს ელექტრომაგნიტური ველი აკავებს თუ გრავიტაცია გრავიტაცია აკავებს საერთოდ მაგრამ ელექტრომაგნიტური ველი თუ შეკრულია იმას უჭირავს კიდე დამატებით და იცავს რომ გარედან არ მოაშალოს რაღაცა არ დაეტაკოს და ერთობლივი ის არის სისტემაა და ამიტომ მორღვევა იმის და იმის ორივე ერთნაირად ხდება ან ერთმანეთს უწყობს ხელს თუ ამის აღდგენა მოხდა და თეორიულადაც ლაპარაკობენ და იმედებიც აქვს თუ გააკეთებენ მაშინ ჩვენ მივიღებთ აი ესეთი გრილი კურორტები რომ ისეთ ადგილს ანუ ცხოვრება იქ შესაძლებელი გახდა თავარია ატმოსფეროს შემადგენლობა მსგავსი აღმოჩნდეს დედამიწაზე რაც არის იმის ან არ მეჩვენება ძალიან შეუძლებლად ეს ისე კაცმა რო თქვას ყველაზე სასწაული პლანეტა ამ კუთხით არის მარსი მარსი გავს ყველაზე მეტად დედამიწას ესე იგი სეზონების გამოც დახრილობის გამოც დღეღამური ბრუნვის გამოც კი დღეღამური ბრუნვა ჩვენთან 24 საათი იქ არის 24 საათი და 40-45 წუთი
ანუ ისიც ისეთივია, ადამიანს იქ რეალური სხვა ადაპტაცია არ ჭირდება. ჩავიდა ცოტა პატარა მზე დაინახა, რომელიც ათბობს და შეხედა მას დღეღამეს და შეულებრივად არის ყველაფერი, ისე 12 საათი, ასე 12 საათი, ისე ცოტა მეტი. ანუ არაფერი ადაპტაცია არ ჭირდება, გარდა იმისა, რომ რეალურად ატმოსფერო იყოს და წყალი იყოს და რაღაცა ეგეთი. საინტერესოა წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ ამაზე, რომ იქ ადამიანი თუ გადასახლდა და დაიწყო იქ ცხოვრება, ოდნავ შესრული პირობების გამო სხვანაირი ევოლუცია წავა, ასე ვთქვათ, გრავიტაცია ნაკლებია, თუნდაც აი ესეც დღეს 25-40 წუთი ალბათ რაღაც თავის გავლენას მოახდენს ადამიანის განვითარებაზე. დღე ცოტათი მოახდენს, მაგრამ მოახდენს შორეულ პერსპექტივაში მოახდენს. მარსული საათი იქნება თუ ეს ხო აქ არის შემოტანილი ესეთნაირად, რომ ვთქვათ, ზერო მაქსიმუმში იქიდან მეორე მაქსიმუმამდე დატრიალდება. ეს ხანგრძლივობა დააფიქსირდა და ეს ხანგრძლივობა დაფიქსირდა და მას დაირქვა 24 საათი. ეს არის. ან ძალიან მარტივად იქნება შემოტანილი. შეიძლება მარსზე ყოფნის დროს მარსიანული 24 საათი შემოიტანო, რომელიც გამოვა რომ თითოეული წუთი ოდნავ ხანგრძლივი იქნება ვიდრე აქ. შეიძლება იქაც იქაური საათი შემოიტანო, შეიძლება აქ. იმიტომ რომ აქაური საათით იქ ცხოვრებას დიდი აზრი არ აქვს. ახლა ნელა ის ჩამორჩება და მე სხვა ეფექტს მივიღებ და რომელიც უნდა ხო, იქაც რაღაც გათანაბრება მოუწევთ. მაგრამ ეს თვითონ ბიოლოგიურად პრობლემა არ უნდა იყოს ადამიანისთვის ეგ ნაწილი. მაგრამ ნაკლები მიზიდულობა რო იქნება, წონის შეგრძნება ნაკლებია. ადამიანის კუნთების გაუარესება და ატროფია ხდება, ხო? იმიტომ რომ მაღლებიც გამაღლდებიან ალბათ. შეიძლება გამაღლდნენ კიდეც, ხო, რომ ეს არ გბოჭავს და 20 გამოვიდეს, მაგრამ მასე შორს მე არ წავსულობ. უბრალოდ არის ესეთი მომენტი, რომ როდესაც დროებით მიდიხარ ესეთ ადგილას, რა თქმა უნდა, ტრენაჟერებზე უნდა ივარჯიშო, კუნთების ხო, როგორც ასტრონავტები აკეთებენ. კი, როგორც აი ასტრონავტები კოსმოსში აკეთებენ, აქაც უნდა გააკეთონ. შეიძლება იმდენი დატვირთვა არ დაჭირდეთაც უწონობის დროს აქ წონა მაინც აქვთ. ხო? მაგრამ მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ დაახლოებით რამოდის ახლა ნახევარი მაინც რო იყოს, ხო, უფრო ნაკლებიც არის წონით ადამიანი იქ, ხო? მით უმეტეს მე ძალიან გაუჭირდება ჩამოსვლის დროს, მაგრამ ისე არა, როგორც ჩვეულებრივ კოსმოსში გაფრენის დროს. ვენერაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. ვენერა არის ყველაზე ცხელი პლანეტა დედამიწის სიახლოვის მიუხედავად, ყველაზე ცხელი პლანეტა არის მზის სისტემაში, თავისი ატმოსფეროს გამო ზუსტად. იმიტომ ჩაგუბებული აქვს ეს სათვურის ეფექტი არის ეს, რომელიც ვენერაზეც არის, დედამიწაზეც არის, მარსზე ძალიან სუსტი არის. ან სათვურის ეფექტის მომატება მარსზე კარგი იქნებოდა, რომ მოიმატოს ტემპერატურა. ეს 24 საათი რა ვიღეთ აქ პირობითი იყო თუ რაღაცის გამო 24. და რა 20-იან რაღაცა. ეს არის უფრო გრადუსებად დაყოფა მოხდა 360 გრადუსად მთელი სფეროსი, ეს შუამდინარეთიდან მოდის უფრო მეტად. და 12 ჯერადი რიცხვებით მიდის ყველაფერი. ეხლა რა გამოიწვია ცოტა ძნელი სათქმელია. თავარი მომენტი აქ არის რომ ყველაფერი 12 ჯერადი აქვს და თანაც 12 არის რიცხვი, რომელსაც ბევრი გამყოფი აქვს, ანუ არითმეტიკაში ადვილი გამოსაყენებელი არის. 10 არ არის ეგეთი ადვილი რიცხვი. მაგალითად 12 იყოფა, ნუ ერთზე ხო ყველა იყოფა 2-ზე, 3-ზე, 4-ზე, 6-ზე და თვითონ 12-ზე. ამდენი 5 გამყოფი აქვს და ამიტომ 12-ებად დაყოფა, ყოველთვის მნიშვნელოვანი დუჟინა რო იყო ხოლმე, ეს 12 პრაქტიკული იყო და 12-დან გამომდინარე დღე დაყვეს 12 საათად და ღამეს 12 საათად. ეს არის. სხვათა შორის პარალელურად იგივე ეგვიპტეშიც ხდება, იმიტომ მზის საათიც გამოიგონეს თან და ის დანაყოფი რაც ამოსვლიდან ჩასვლამდე უნდა ყოფილიყო, თქვა დღემდეობის პერიოდში, ის 6 საათი დაარქვეს დილა და საღამოს 6 საათზე შუაში კიდე 12. რო ისდება ეს. ესეთ დამოუკიდებლად მოხდა? ძნელსათქმელი ახლოა ძალიან და ამიტომ გადადინება და მსგავსი რაღაცები არის, მაგალითად ის რომ დღეღამეში აქ არის 12-ებად დაყოფა და ამ დროს იქ მზის საათს იგონებენ, რომ ეს 12 საათი არის, შიგნით გადადინება ცხადი არის, რომელი ვიდაოთ, რომელი უფრო ადრე იყო, ძნელია ამაზე. უფრო შორს რო წავთ, აღმოჩნდება, რომ ყველაზე უფრო შემონარჩუნებული ძველი ინფორმაცია იგივე ასტრონომიული არის ინდოეთის.
ამ დროს პირდაპირ არ ჩანს. ახლა ინდოეთური კულტურითაც უფრო ძლიერია ამ მხრივ და პატივისცემდნენ ამ თავის ინფორმაციას და გადასცემდნენ და ინახავდნენ. თან დიდიერი იყო ყოველთვის და დიდი ხიფათი რომ ყველაფერი დაკარგული იყო, რაც ამ ცუდი პერიოდი ქონდა და ნაკლებად ქონდა. ჩვენთან საქართველოში მაგალითად ხალის კომეტა, რომელიც ყოველ 75-76 წელიწადში ერთხელ გამოჩნდება, მკაფიოა და ყველა აღწერს. ჩვენთან არც ერთ ისტორიულ წყაროში აღწერილი არა, ერთადერთი ჩანახატი არსებობს აფხაზეთში ლიხნის ტაძრის მასე კედელზე არის ფრესკაში დახატული. ხალის კომეტა 1066 წლის. სხვა გამოჩენები მისი არცად არ არის აღწერილი. ახსნა არის, რომ შეიძლება გამოჩნდა ჩაწერეს, მაგრამ მე შემოსევა მოხდა დაიწვა ის და გადაწერაც ვერ მოასწრეს, ასე ვთქვათ. ან ცოტა იყო გადაწერილი და ყველაფერი განადგურდა. აი, რაღაცა ესეთი მომენტია, მშვიდობიანი განვითარების საშუალება დიდ ერებს ჰქონდათ. ეგვიპტემ შემოგვინარჩუნა რაღაცები, შუამდინარეთში მიუხედავად მერენგრევებისა მაინც რაღაცა შენარჩუნდა, იმიტომ რომ ეს ჩანაწერები, რომელიც არის თიხის პირფიტებზე გაკეთებული, ისინი მაინც ბევრი გადარჩა და ინდოეთმა და ჩინეთმაც შეგვინარჩუნა. აი დიდმა ქვეყნებმა შეგვინარჩუნა. ეს ხო და ძველ ეგვიპტეში განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდნენ ციფრებს, ხო და იმას რა მაგალითად მასა პირამიდების არქიტექტურას რო აკვირდებიან არ ვიცი ეს ნამდვილია რომ თქვათ ეს რაღაცა დიამეტრი და სიმაღლე პირამიდის და რაღაცა ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში არის. ეს თანაფარდობები მის სიმაღლისა ეს არის გეომეტრიული და ენერგეტიკული მიმართებაში. ენერგეტიკული მანდა მაინც ასტრონომიული ნაკლებად არის, მაგრამ მიმართულებები არის დაფიქსირებული, რომ ვარსკვლავებს საით ხედავდი და როგორ და როდის არის აგებული. ამაზე არის ლაპარაკი, მაგალითად ის დიდი პირამიდები რაც არის ზედიზეთ რამდენიმე ისინი თითოეული რაღაცა შინაარსითაა დაყენებული და ეხლა მაგალითად იგივე მასალათა ხელოვნების დროს რო ქონდა მაჩვენებლები, იქ სამი პირამიდა მაგალითადაც ქონდა მოყვანილი, ეს აი ვარსკვლავებს უყურებს ეს ამას, ესე არის პირდაპირ გარკვეული ჩანაფიქრი როგორც იყო იმის მიხედვით. ანუ ასტრონომიას ისინი აქცევდნენ ყურადღებას ნამდვილად, მაგრამ რაც შეეხება პროპორციებს, ჯამი არის, ხო. პროპორციებსაც შეეხება, ეს არის უცნაური ამბავი, რომელიც აღმოჩენილი არის ბოლო პერიოდში ძალიან რეკლამირებული იქნა. პირამიდა როგორ არჩენს ადამიანს, ასე ვთქვათ, ენერგეტიკულად, აი ეს რაღაც გარკვეული ტიპის თანაფარდობისას რო აკეთებ, შიგნით როცა ჩაждები, კარგად ხდები. ვთქვათ, მაგალითი იყო ესეთი დაჩნუგებული რკინა, ან საპასის ბრიტვა, დებს შიგნით რაღაც პერიოდი, მე ამოიღებ მეორე დილას და არის გაპრიელებული. ანუ მოქმედებს ეს რაღაც ახლა ეს მართლა ხდება? მე ესენი ნახე ვიდეოებით, ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ იქვე რამდენიმე შეამოწმა და იძახიან რომ მართლა რაღაცები იწმინდება და პირამიდები მე 1000 რაღაც დაამზადეს, შედიხარ იქ ჯდები და კარგად ხარ და მოდიხარ. შეიძლება პლაცებო ეფექტიც იყოს კაცმარად თქვას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმათაც ეჯერათ რაღაცა და აკეთებდნენ ამას და მე არ მინდა ამაზე რომ ვიდეო ვინმეს და იმიტომ შეიძლება ვინმეს გამოსტილი ქონდეს და იცოდეს რომ ნამდვილად არის. მეორე კიდე იძახის ეს ასისულელია და არ მინდა არც იმათის ღენება ამ წუთას რომ მე არ გამიკეთებია. მაგრამ პროპორციებზე იყო იქ მონაცემი, ამ პროპორციით თუ დაამზადებთ, ის თავის საქმეს გააკეთებს. ხო, ესეთი იყო. ეს აშკარაა, რომ დედამიწის ეკვატორის მანძილი აქვს აღებული, ხო? იმათ იცოდნენ ესე იგი? თუ დამხობა შეიძლება იყოს. არ ვიცი, ხა დამხობა რამდენად შეიძლება იყოს. იმიტომ რომ რეალური გარშემოწირულობა გაკეთდა უკვე ეგვიპტური ცივილიზაცია აღარ იყო. თუმცა ეგვიპტეში გაკეთდა. ინდოს როგორ უნდა გაიზომოთ ეს? გაზომა მოხდა ძალიან საინტერესო და ჭკვიანურად. იყო ესეთი პირველ რიგში გეოგრაფია, მაგრამ კარგი ასტრონომიც იყო. ერატოსთენე, რომელიც ახლა ბერძნული ცივილიზაცია იყო, ხო, მათ ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ მათ დაიპყრეს და ერთ-ერთ დარჩა პრობლემას დარჩა ეგ ნაწილი ალექსანდრეს გადაკვეთნის გარდაცვალების შემდეგ და საუკუნეებით მართავდნენ, ხო, 3-4 საუკუნე იყვნენ მეტნაკლებად აქტიურად მათ. აი მაგ დროს ერატოსთენემ მეორე საუკუნის ძველი წელთაღრიცხვის თვალსაზრისით შეიძლება ცოტა არ მახსოვდეს სწორად. გააკეთა ესეც საინტერესო ექსპერიმენტი. თვითონ იყო ალექსანდრიაში, ალექსანდრია იყო ცენტრი, ხო, კულტურული. და იცოდა რომ ასუანი რომ არის ქალაქი ახლა, მაშინ სიენა ქვიოდნენ ქალაქს. იცოდა რომ ზაფხულის მზებუდობის დროს არც ერთ სხეულს აღარ აქვს ჭრილი. ანუ ზუსტად მზე ამოდის და შუა დღეზე დგება, მაშინ თავზე დაგადგება და ჭრილი არ აქვს. ეს იცოდა კარგად და ამიტომ ადგა ორი მაგ წაკითხული ოღონდ რომელია სწორი არ ვიცი, მაგრამ შინაარსი ერთ და იგივეა.
რომ ასუანში გაუშვა თავის დამხმარე, დასაკვირვებლად თუ მართლა არის თუ არა, იმათ ჩაიწერა რომ დროზე ესე მოხდა და ალექსანდრიაში თვითონ დააკვირდა, როცა შუადღე დადგან 12 საათი რო იყო, დააკვირდა ჭრილი როგორი იყო, ან მზე რა დახრილობით იყო მიწის მიმართ. და გაზრომა რომ ეს არის 87-83 გრადუსი. ანუ 90-ზე არ დადგა 83-ზე, იმიტომ ის უფრო ჩრდილოეთით არის ალექსანდრე. და აქედან გამოიყვანა ესეთი პროპორცია, რომ რა დაშორებაც არის და იცოდა ეს დაშორების გაზრომა დედამიწის ზედაპირზე შეიძლება, ხო? რა დაშორებაც არის აი ამ ორ ქალაქს შორის, იქ კუთხეები იხატება მათემატიკურად, ეს 7 გრადუსიას დააგდა, ხა? ამისი შესაბამისი კუთხე გამოდის ცენტრალური კუთხე ამ ქალაქებს შორის დედამიწიდან რო ააგო. ის კუთხეა, იქ ზემოთაც იგივე კუთხე იხატება ზუსტად და 7 გრადუსის შესაბამისი გამოდიდა მანძილი. და 1 გრადუსი გაიპოვიდა და 360-ზე გიგაამრავლა მე მთლიანად და დადო საკმაოდ კარგი სიზუსტით. მართალია, ცოტათი შეეშალა გარშემოწირულობა, მაგრამ ნუ ახლა 40,000 რაღაცა მიიღო და 54,000-მდეა დაახლოებით. ანუ 10%-ზე მეტი შესტომა არ დაუშვა. ხო, მაგრამ ეგვიპტეში ზუსტად იცოდნენ? ამ დროს იცოდნენ, მაგრამ ეგვიპტელები უკვე აღარ იყვნენ მანდ. უკვე იყო ბერძნული ცივილიზაცია. მეორე საუკუნე ძველი თათახრიცხვით. მესამე და მეორე საუკუნე. ხო, ანუ არც იცოდნენ ქონდათ შემოჩენილი. ეს ხელით გაზრომა უკვე მეცნიერული გაზრომა გააკეთა ძალიან კარგი და ძალიან მაღალი დონის. ისე წინწაწია ყველაფერი, ეროდოსთან მაგითი. ზომა დააფიქსირა. ამიტომ როცა იცი შენ ზომა უკვე აღარ გაგირბის, დიდად არ გაგირბის, შესაბამისად დიდად არ უშვებ აი მეცნიერული გამოთვლების დროს. აი ეგ არის მნიშვნელოვანი. ეგეც შედიოდა ამ მასალების კვალიფიკაციის დროს. ძალიან საინტერესოა. აი ესეთი ისტორიული აღმოჩენები წინსვლები ყველაფერი არის შეტანილი ასტრონომიის ისტორიაში. თუ გახსენდებათ რამე ესეთი ფაქტი ასტრონომიიდან, რომ აი ერთ შეხედვით დაუჯერებლად ჟღერდეს. აი ადამიანს უთხრა რომ ესე არის და დაუჯერებელი იყოს. თავიდან პრინციპში მაგაზე რომ სტუდენტებს ვეუბნები რომ ყველა ლექციაზე მოხდება ისეთი რამ რომელიც აი წარმოუდგენელია თქვენთან დაუჯერებელი არის. ეს არის იმის გამო რომ იმათ უბრალოდ არ იციან და რომ გაიგეს მე გაკვირვებული დარჩნენ, ხო? რა ერაზომებია, რა მასებია, როგორი განსხვავებებია. გალთათ ძალიან ბევრს უკვირს ის რომ მზე და მთვარე ორივე თითქმის ერთდაიგივე ზომით ჩანს დედამიწიდან და მათი ზომა კუთხური არ აღემატება, ნუ დაახლოებით 9 გრადუსია. ხანდახან აღემატება ცოტა, ხანდახან ნაკლებია. ეხლა ეს არის პარადოქსი, რომელიც უბრალოდ არ იციან, თორე ვინც კი ასტრონომიის შესავალი გაიარა, იმან იცის რომ მხოლოდ 9 გრადუსზე მეტი არა. ალბათ კითხვა უფრო იმას ეხება, რომ აი ახალი აღმოჩენები სრულიად წარმოუდგენელი, ამაზე უფრო აქცენტი, ხო? ნუ ასეთი აღმოჩენები ისტორიულად ბევრია ასტრონომიაში ძალიან, რომ არ ეჯერათ. ბეჯერ არ ჯეროდათ რომ დედამიწა მრგვალი იყო, ხო? მაგრამ მაგალითად არისტოტელე მეთადეთი რაც ასტრონომიისთვის გააკეთა, ის იყო დედამიწის სიმრგვალე და დაადასტურა სფერო. რომ მან შეხედა მთვარის ზედაპირს, არა და ყველას ეგენოზე წელია, ხო? და შეხედა მთვარის ზედაპირზე უყურა მთვარის დაბნელების დროს, როგორ შემოდის ჭრილი ოვალური. როგორ ფარავს მას, მე როგორ გადის მეორე მხარეს. და გეომეტრიულად კარგად მეხვდა რაში იყო საქმე და თქვა, რომ მოდი თქვათ, რომ დედამიწა არის კუბიკი, ოთხკუთხედი, კვადრატი, ესეთი კუბი. ხო, მაშინ აი რომ სხივები რო ეცემოდეს მთვარეზე, ხან ასე ჭრილს მიიღებ, ხან ასე ჩამოთვლილია, რა ყველა ვარიანტი განიხილე. ხო. მე ამბობს რომ თქვათ არის სამკუთხედი, ისა პირამიდისნაირი თქვათ, ხო? თქვათ არის სხვადასხვა ფიგურები, კვერცხისნაირი, რაღაცა კვერცხისნაირი, ცოტა უფრო უკეთესი გამოდის რა. ხან ბევრჯერ გაძლევს ოვალურ ზედაპირს, ოღონდ სხვადასხვანაირს. და იხილავს ბოლოს სფერო თუ არის, მაშინ აქედან მივანათებს, იქნება აქედან ასე, აქედან ჩადის და ამბობს. იცით, ერთადერთი რომელიც ხსნის ყველა ცნობილი ფიგურიდან ამ ამბობს, არის რომ სფერო უნდა იყოს დედამიწა. გამორიცხვის მეთოდით მიიყვანა ეს. ამიტომ დიდად არ, თუმცა მიეწერება რომ პითაგორელებმა უკვე იცოდნენ ამის შესახებ. თუმცა ამის გამო ზე ცენტრში არ გადაუყვანია და ამბობდა დედამიწაა ცენტრში და მის გარშემო გარემო იქცევა. უფრო მეტიც მე მგონი ვერ მოიცალა ამისთვის, საერთოდ არ ძუფიქრე ამ მიმართულებით, 1000 საქმე ქონდა ამ კაცს. ჯერ გარბოდა ათენიდან რომ როგორც მაკედონელი არ მოეკლათ, მე ალექსანდრე მაკედონელს დიდა და მოკეთ სადეცალა ამდენიმე ასტრონომიისთვის გაეკეთებინ. თუმცა მან დაწერა ეზოთერიანარები წიგნი, ასე ვთქვათ, ალექსანდრესთვის სპეციალურად და გადასცა მას ეს ასწავლა რაღაცები და მე წიგნად დაწერა. რასაც ძალიან გაუპრასდა ალექსანდრე მაკედონელი, შენო რა ქენიო ესო?
მე მეგონა მარტო ჩემთვის აკეთებდი, ყველასთვის გააკეთებდი ესეთი რაღაცა და ეწყინა და ამ წიგნის გაგება შენს მეტი არავის არ შეუძლია ჯერ და ისე ვტოვებ, რომ მე შემდგომში ვინმე თუ გამოჩნდება ემაც აიქ. მაინც ნაწყენი იყო ალექსანდრე. ხო და მე შემდეგი მომენტები რა არის, აი ვთქვათ როგორც აქ ერატოსთენემ გაზომა გარშემოწერილობა დედამიწის ესე რომ ვთქვათ ახლა დაახლოებით მაგ პერიოდში, იგივე პერიოდში იყო არისტარქეს ამოსელი. ეს იყო ეს ფილოსოფოსი, რომელმაც მზე დააყენა ცენტრში და მის გარშემო დაათრელა ყველაფერი. რის გამოც კი ნახავთ ცეცხლზე დაწვეს, მოკლედ ჩაკოლოს უპირებდნენ თელი ამბები იყო, რომ რას ქვია შენ დედამიწიდან მზე გადაიტანე, თუმცა ის მაინც საბოლოოდ შეეწიდა თუ რაც მახსოვს ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს სერიოზული პრობლემა წარმოიქმნა. არა და იმის შემდეგ თითქმის 18 საუკუნე კაციშვილს მაგრამ მოუღია, რომ მზე შეიძლება ცენტრში იყოს. ან მე ბნელი საუკუნეები მოდის ევროპაში. რეალურად აზიას არც უცდია რამე ცვლილება შეეტანა, უბრალოდ ცივილიზაცია, რომელსაც უპატრონა და განავითარა არაბულმა სამყარომ, ეს იყო კარგი დაკვირვებები. დალაგებამ დაკვირვებების საკარგად თეორიული მოდელებს საერთოდ შეეშნენ, პირდაპირ ბერძნულს იყენებდნენ, რაც კი დამარსებობდა. ეხლა არაბული ჰეგემონია, ასე ვთქვათ, მეცნიერებაზეც პარალელობდნენ ძალიან, ფულს იხდიდნენ ძალიან, რომ კარგი დამკვირვებლები ყოლოდათ, ასტრონომიას ძალიან ავითარებდნენ, ხო? მათ კაი საქმე გავგიკეთეს. ბერძნები იკმარეს, ასე ვთქვათ, ახსნებში ყველაფერში. ყველანაირი ბერძნული ინფორმაცია გადათარგმნეს არაბულად. რაც აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომი ისტორიისთვის, იმიტომ რომ საბერძნეთის ძნელბედობის პერიოდში და ახალგაზრდობის ძნელბედობის პერიოდში დაიკარგა ბევრი ორიგინალი, დაიწვა, გაფუჭდა, დაიკარგა და ნაგლეჯ ჰქონდა და ზოგიერთ ფურცლები რაც აკლდათ უკან არის არაბულიდან გადმოტანილი, მერე გადმოთარგმნილი უკან ბერძნულში. ასე კარგი ამ გააკეთეს და დაგვიტოვეს უზარმაზარი მაღალი დონის დაკვირვებები ასტრონომიული ობიექტების, რომლის დაძლევა, ანუ უკეთესის გაკეთება, მხოლოდ 1500-იანი წლების ბოლო მეოთხედში შეძლეს ევროპაში. მხოლოდ მაგ დროს შეძლეს. მანამდე ევროპა გაჩერებული იყო. მერე უკეთეს დასაწყობი დაამზადეს. ამასობაში არაბეთი აღარ აკეთებდა უკვე მაგ საქმეს. ასე რომ სასწაულები ეგეთები იყო. მერე ნიკოლაი კოპერნიკი არის, რომელიც ამბობს, რომ მზე არის ცენტრში და ისიც ასეთი საკუთარი თავის შეწირვის ფასად აკეთებს ყველაფერს. მისი წიგნი და მისი გარდაცვალების თარიღი ერთმანეთს ემთხვევა. ორი ისტორიკოსი ყავდა ნიკოლაი კოპერნიკს, რომელიც სწავლობდა მის ცხოვრებას და ერთი წერს, რომ მან საწოლში ჩავარდნილი იყო, ცუდად თუ იყო ნახა დაბეჭდილი წიგნი, მეორე ამბობს, რომ გარდაიცვალა და მე მოიტანეს ეს დაბეჭდილი წიგნი. ანუ ერთმანეთს არ ემთხვევა ეს აზრს, მაგრამ ერთდაგვე თარიღზე ეს ყველაფერი. სამაგერად კოპერნიკზე და აი ეს დაკვირვებები, რომელიც ვახსენე ცოტა ხანშივე ჩაატარა ტიხობრახემ აი ეს ევროპაში, მაღალი დონის დაკვირვებები, ამის შემდეგ მოდის უკვე ორი დიდი გენიოსი კარგი ნამუშევრებზე დაყრდნობით. ერთი არის იოჰან კეპლერი და მეორე არის გალილეო გალილეი. ანუ სულ სასწაულებია. ისტორიულად წაუყვებით, სულ სასწაული ხდება, ძალიან ძველებში არ გადავდივარ, მაგრამ სასწაული რაში მდგომარეობს, ყველა დარწმუნებული ყველაფერი სფეროზე მოძრაობს. და დაუშვარა, რომ კოპერნიკი მართალია, ძალიან მალე ტიხობრახეს დაკვირვებები გადაიტანა მზით ცენტრში, ან დედამიწის ერთეული დაკვირვებები გადასვა მზით ცენტრში, ისე დახატა პლანეტების მოძრაობები და საკმაოდ მალე, რამდენიმე წელიწადიანი მძიმე მუშაობის შემდეგ, საკმაოდ მალე ჩვენთვის მიხვდა, რომ წელიწადზე კი არა, ელიფსზე მოძრაობს თურმე ყველაფერი მზის გარშემო. თუმცა მე უფრო დაზუსტდა და ნებისმიერი მეორე რიგის წირზე მოძრაობს. მეორე რიგის წირები არიან წრეწირი, ელიფსი, ჰიპერბოლა, პარაბოლა. ზოგ შემთხვევაში ეს არის წრეც. ზოგიერთი ამონახსნით წრეაკი კონკრეტულ განტოლებებს. ასე რომ ეს ახსნა ძალიან კარგად და ოღონდ იმ დაშვებით, რომ ცენტრში არის მზე. ამის პარალელურად გალილეო გალილეის დაკვირვებები ფანტასტიკური, ხო? გაიგო ტელესკოპი არსებობს. მიხვდა შინარს, ან მზად იყო ეს სიტუაცია, თვითონ გააკეთა საკუთარი ხელით ტელესკოპი, მაგრამ აი გამომგონებელი ვინც იყო იოჰან ლიპერშე იმადო მეზობელ ქალაქის ფანჯრებს უყურა ამით. ხო, სხვადასხვა ძალიან პრაქტიკული კუთხით არავით არის ჩვენებური ჭრეთ აი ხო აი კარაშვებიან სახში ეგეთი არ იყო. ძალიან კაი რაღაც გააკეთა იმანაც. ეს მიხვდა, რომ გააკეთა თუ არა მიატრელა თორე დაათვალიერა. პირველივე რაც გააკეთა, ანუ ასტრონომიას მიადგა. ესე იგი, რითი გამოირჩა ძალიან გალილეო გალილეი მსხვერპლისგან. მაშინ რომ მიხვდა, რომ ეს ფანტასტიკური ხელსაწყოა, რომ ეს დიდი თვალია, რომელიც კარგად ხედავს. და მაშინ აღმოაჩინა მთვარის ბაზები, მაშინ მთვარეზე ზღვები და მთები და რაღაცა ჭდილები, მთების ყველაფერი დაინახა.
მერე თვარის ფაზებს დააკვირდა, ყველაფერს დააკვირდა, ხო ზღვები ეს ფორმალური ამბავია. ზეს დააკვირდა ლაქები ნახა, საკრები იუპიტერს დააკვირდა თანამგზავრები ნახა და ან დამთავრდა მაგის პარფაში, იმიტომ რომ მაგით სინამდვილეში დაასაბუთა და ვენერას დააკვირდა და ვენერასაც აღმოუჩინა თვარის ფაზები ვიცვლილებები ფაზებისა. და ეს წინასწარ თქვა, რომელია ცენტრში მზე თუ დედამიწა, გამოჩნდება ვენერას დაკვირვების დროს ეს ნახატით გააკეთა წინასწარ, რომ თუ მე დავინახე რომ ყოველთვის ერთი და იგივე ნამგალა თვარე ისა ვენერა ჩანს და თან ერთი და იგივე ზომის, ესე იგი დედამიწაა ცენტრში. მაგრამ თუ მე დავინახე რომ ხან სრული ვენერა მაქვს, ხან ნახევარი ვენერა და ხან ნამგალა ვენერა თან ნამგალი დაახლოებით έτσι ორჯერ სამჯერ მეტი იქნება, იქ კონკრეტული თქვა, ამდენჯერ 6-ჯერ მეტიც კი არის. რგვალის დიამეტრზე, მაშინ ეს არის რომ ჩვენ ვართ განაპირას და არის მზე ცენტრში. და პირველივე ჩვენახევრიანი დაკვირვებისა ყველაფერი აღმოაჩინეს ეს მეორე და დაასაბუთა რომ მზეა ცენტრში. ესე იგი იუპიტერის ცენტრულობა და მზის ცენტრულობა რო დაასაბუთა, მაშინ აუგზავნეს ყველაფერი კიდევ ყოწონზე გაუშვეს. ან დედამიწა ცენტრი არ არის, სხვები არიან ცენტრი, თავისებური. ხო, აი ეს ორი გუმბერასი არსებობს და ხორუმის ცეკვა მახსენდება სულ. ორი კაცი დგას და მესამე უნდა დაადგეს ხდებს და კიდევ უფრო დიდი რაღაცა უნდა გააკეთოს. ის მესამე არის ნიუტონი. ნიუტონი ამ ორ ბუმბერაზე დგას დიდი აღმოჩენებით და მე დააშენე უსასწაული რაღაცები, ხო? ეხლა ნიუტონის პარალელურად ბევრი საინტერესო ადამიანი იყო, მაგრამ მარტო ნიუტონმა შეძლეს. ანუ ნიუტონი კიდევ უფრო დიდი ბუმბერაზეა, მაგრამ მას აუცილებლად ყავდა წინაპრები. ხო, აი ეს მთელი ისტორია ისიც სასწაულებია, რასაც ფიზიკოსისგან გამიგია, რომ ნიუტონს სასახელები ყველაზე დიდ იმათ ფიზიკოსად. მეც ვფიქრობ, მე ვხედავთ იმის, რომ უფრო მათემატიკოსი და ფიზიკოსი არა ვარ, მაგრამ თვლი რომ ნიუტონი არის აი მიუწვდომელი, ვერ მიწვდები ისეთი დონის მეცნიერი ყველა დროის. რა თქმა უნდა, აინშტაინს არ ვაკნინებ არანაირად, უამრავი აღმოჩენები ჰქონდა, უფრო მეტიც რეალურად მაშინვე ამბობდნენ 20-იან წლებშიც უკვე რომ არა მკაცრი შეზღუდვა ნობელის საპრიზო წესდებაში, რომ არ შეიძლება ცოცხალ მეცნიერს ორჯერ მიეცეს ნობელის პრემია, ერთხელ უნდა მიეცეს. მეორე აღმოჩენაში შეეძლო. ანუ მინიმუმ ორჯერ უნდა მიიღო. თუმცა 70-იან წლებში ეს დაარღვიეს და მე ერთ-ერთ ამერიკელ მეცნიერს მიცეს ორჯერ ნობელის პრემია ფიზიკაში. ასე რომ არის არ მახსოვს გვარი ზუსტად მოძებნა კი შემიძლია, მაგრამ დაიღო. მე მივხვდი, რომ ორივე კაი აღმოჩენა იყო და მისცეს. თანაც როგორი მომენტი არის, ნიუტონის აღმოჩენებიც არის სასწაული, ხო? ყველა აღმოჩენა სასწაულია. აი ჩვენ ვიცით თუ სინათლე დაშალა, რაც აქვს სპექტრით, ხო? სპექტრად. ამ სპექტრში გამოყო 7 ფერი, შეიძლება გამოიყო 15 ფერი, განო ვერ არჩევდა ფერებს ერთმანეთსაგან. მაგრამ კულტურა რა არსებობდა? 7 კვირის, 7 დღე, 7 ნოტა. ხო, სასაკრავი. ამას ადგას 7 ფერად დაყო, თუმცა რო დააკვირდეთ იმ ხილულობაში ფერებს, არაპროპორციული ზომის არის ეს ფერები რა. შეიძლება რომ უფრო მეტად დაეკონკრეტებინა და სხვადასხვა ფერები გაეკეთებინა, მაგრამ ძალიან კარგი იყო 7 ფერი. ასევე ესე ბევრი სხვა რამ აქვს გაკეთებული, მაგრამ როგორც წესი, მაყურებელმა არ იცის კარგად რა დიდი გენიოსობა გააკეთა ასტრონომიაში, აი უზარმაზარი რამ გააკეთა. ის რაც მანამდე იყო ცნობილი ტელესკოპები, ნახევარი საუკუნე, ლინზიანი ტელესკოპები, ლიბერშის მოფიქრებული და მე გალილეო გალილეის დახვეწილი და მე სხვაებმა უფრო დიდები რო გააკეთეს, რამოდენიმე ნაკლი აღმოაჩნდა ლინზიან ტელესკოპებს, რეფრაქტორებს. და ამიტომ თქვა რომ ეს ნაკლი არც ერთი არ ექნება ლინზის მაგათ სარკემ რო შეკრიბოს ეს გამოსახულება და სარკემ ტელესკოპი ადგა და გააკეთა პირდაპირ. და მიიღო უფრო მარტივად დაამზადა ეს ყველაფერი. უფრო მეტიც მე მეორეც მალევე დაამზადა. იგივე გააკეთა გალილეო გალილეიმაც ერთ დაამზადა, მაშინ მეორე უკეთეს დაამზადა. აი, ამიტომ ამას სარკიანები გააკეთა და ეს მე სარკიანი ტელესკოპი ასტრონომობას არ აპირებდა არანაირად, არც ეცალა ამისთვის და რა გააკეთებია, ამის ადგა და ინგლისის მეფეს აჩუქა. ინგლისის მეფემ გამოიყენა ფანტასტიკურად ეს. ყველა მასზე აჩვენებდა აკაი რაღაცა გააკეთა და მე სასაცილო ის იყო რომ ნახევარ წელიწადში ლორდი გახდა ეს ნიუტონი. ნიუტონი გენიოსი იყო ყველაფერში, ურთიერთობაში, საქმეშიც უბრალოდ აი ესე მარტოდ იყო თავის საქმეს აკეთებდა, სხვა არაფერი არ აინტერესებდა და აი ეს ბოლოს ნახე ინტერნეტში ძალიან კაი სურათი რა, 3 ვაშლი რომელმაც შეცვალა სამყარო. ხო, ნუ ერთ-ერთი ვაშლი არის ნიუტონის ვაშლი, ხო? ნიუტონის ვაშლი ადამის და მესამე ეფლის. მას მიაწერენ. ხო. ნუ ყოველ შემთხვევაში ლამაზია ესეც, მაგრამ ნიუტონმა გარდა იმისა, რომ სარკიანი ტელესკოპი გააკეთა,
პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე დიდი ლინზიანი ტელესკოპი არის 1 მეტრის დიამეტრის. ანუ თქვენ რაც იცით ახლა ტელესკოპები რომ არის 5 მეტრი, 8 მეტრი, 10 მეტრი, სულ ყველა სარკიანი. ნამკაც ეს რო არ გაეკეთებია, რამდენი ხანი დაგვიანდებოდა საერთოდ სარკიანი ტელესკოპები ვინ იცის. ანუ მისი გენიალური აღმოჩენა თან აღმოჩნდა მიმართულების წამყვანი საერთოდ. აი ეს არის ვერ ჩამოთვლი რა გააკეთა საერთოდ ნიუტონმა. აი ამის ფონზე თან ის ამბობდა რომ ერთი არსებობს. თან ამის დამატებით ამბობდა რომ თქვა საინტერესო მომენტი იყო ჰალეი. იყო მის მეგობარი, ვინც ხალხის კომეტა კი არ აღმოაჩინა, იცოდა რომ მოდიოდა და გამოთვალა ნიუტონის სოფლიო მიზიდულობის კანონის გამოყენებით. და სხვათა შორის ამ იმოქმედა ძალიან და აღიარეს ნიუტონის კანონი, აი მის გამოთვლა შეიძლება წინასწარ ზუსტად თქვა, როდის გამოჩნდებოდა ამით. და ნიუტონი შეესწრო რაღაც პატარა კამათს დერეფანში. მიდის და ხალე რაღაცას ხელებს იქნებს, რაღაცას ხმამაღლა ლაპარაკობს და ახლოს მივიდა და აგინებს ასტროლოგიას. აი ესეთი ბოლოს სიტყვებით. და უცბად გაჩერდა ეს არ იცოდა ხოლმე ჩაივიდა ხოლმე და გაჩერდა და ეუბნება კი მაგრამ შენ ეთყობა ბევრი დრო დაუთმე ასტროლოგიის შესწავლას და იმიტომ ამბობ ესე დაწვრილებით არა მეც საქმე არ ქონდა ხო აბა მეწლები დავუთმეო და წავით ანუ იქვე აჩვენა რომ იცი რა აკრიტიკებ იმას რაც არ იცი მე ამ დროს მე ვიცი მე არ ვაკრიტიკებ და ჩაიარა სხვათა შორის იყო ისედაც ეჭვი რომ ან ასტროლოგია კარგად იცის მაგრამ ეს ამბავიც არსებობს ასე ვთქვათ მისგან გაკეთებული სხვათა შორის როდესაც ლაპარაკი არის იმაზე რომ რას ასწავლები ხდება უბრალოდ ისტორიაში გადავარდე და დავიწყებ სასწავლების ახლა განასწავლები არის იყო ეგზოპლანეტებზე რაც ვილაპარაკეთ საერთოდ წარმოუდგენელი იყო 8-9 წლის წინ რომ დაკვირვებას შეძლებდნენ ატმოსფეროებისას წარმოუდგენელი იყო საერთოდ წლების განმავლობაში პირდაპირ იქნებოდა რომ რანაირ ტელესკოპი უნდა ქონდეს რომ მე რაღაც შორეულ ვასვას იმ წერტილს და მოუნახო რომ თან ხავს პლანეტა ყავს თუმცა მაშინ მათემატიკურად დაუშვეს რომ თუ ძალიან მასიური პლანეტა ყავს პირდაპირ პლანეტას ვერ დავინახავ, მაგრამ აი ვარსკვლავი რომ უნდა მიდიოდეს რაღაც ტრაექტორით, დავინახავ რომ ცოტა გადმოუხვია აქედან და ესე იგი იქიდან აიძულა რაღაც მასიურმა პლანეტამ, მაგრამ მხოლოდ მასიურზე იქნებოდა, პატარა პლანეტას ამასე ვერ დაინახავ. თითქოს რაღაცა ნელ-ნელა იხსნება ჩვენთვის ეს ცოტა რაღაც ეგეთი იმას გავს. განდასასწაული არ იყო ეს მირიანზამება, რომელიც უარყოფილი იყო რომ აღმოჩნდა. რომ არსებობს რეალურად. ანუ მართლა იხსნება, როცა ამის მზაობა არსებობს. როცა მზაობა არ არსებობს, შეიძლება თვეწინიდოს აღმოჩენა და ვერ დაინახო. ამისი მატერიალური პატარა ესეთი კარგი მაგალითი არის პლანეტა ურანი. პლანეტა ურანი რამოდენიმე ცნობილ ასტრონომს აქვს დაფიქსირებული, რომ იქ რაღაც ვარსკვლავი ქონდა და ჩაწერა, რომ ვარსკვლავი დავინახე. და ვერ მიხვდა რომ პლანეტა იყო იქით აღარ დააკვირდა მე. თორე დაკვირვებოდა რამდენიმე დღის შენ დაინახავდა რომ ვარსკვლავის ფონზე ის გადაადგილდა. რამდენიმე ცნობილს აქვს რა ეს აღმოჩენილი. და ჩაწერილი და უფრო მეტიც ძველ ცივილიზაციებშიც არის რომ იქ რაღაცა იყო ვარსკვლავი და უყურებ იქ არაფერი არ არის. და რო გადაითვლი ურანი დაყოფილიყო იმ ადგილას ამას პოულობ. ასე რომ მზაობა თუ არ გაქვს ვერ დაინახავ, ცხეწინ რო დაგიდონ ვერ დაინახავ ამას. ასე რომ აქ მზაობაზეც არის დამოკიდებული ჩვენზე. აი დას ველოდოთ უახლოეს ხანში ასტრონომიაში. პასუხი არის მარტივი ძალიან ყველაფერს. ან ძალიან ძნელია მაგაზე თქვა რომ აი აღმოჩენა იქნება თუ არა აქ აღმოჩენა ყველაფერში იქნება განსაკუთრებით აქტიურად ამიდის ახლა დიდ მასშტაბებში დაკვირვებები რომ არის იქ აღმოჩენებიც ხო მე უფრო გადმორთული ვარ ეგზოპლანეტებზე უფრო მაინტერესებს რომ ძალიან უფრო ახლო და ხელსასახებია მაგრამ აი დიდ მასშტაბებზე რო არის და თქვა ტელესკოპებს უკვე შეღწევადო მათ შორის კოსმოსში გაშვებულებსაც აქ ისეთი რომ რაც სამყაროს ევოლუციის თეორია არსებობს იმაზე უფრო შორს დანახვა შეუძლია თუ რამე ობიექტი არის ხო საქმე ის არის რომ მართლა არის აღმოჩენები ისეთი რომ აი სამყაროს დასაწყისის შემდეგ მალევე თქვა გალაქტიკების ჩამოყალიბება კი ბატონო არის ესე ნამდვილად და მათზე დაკვირვებამ შეიძლება მოგცეს ჩვენ ახალი ანალიზის საშუალება და რანაირად საქმე იმაში არის რომ ჩვენ რასაც უყურებთ აი თქვა ბეტელჰეიზე რო უყურთ ახლა ვარსკვლავი რომ აი როდის აფეთქდება როდის უახლოეს დღეს ხვალ ან უახლოეს 9 მილიონი წლის განმავლობაში ანუ ხვალ დღეს ხვალ ყვი ამას კი ბატონო ეს აფეთქდება მაგრამ მე რასაც ახლა ვხედავ ხო ეს არის დაახლოებით 650 წლის წინანდელი ანუ ცოტათი მოშორებული ვარსკვლავია, მაგრამ საკმაოდ ახლო შევხედოთ ახლა კოსმოსური მასშტაბებით, კოსმოლოგიური მასშტაბებით მოდი ესე შევხედოთ, ხო? სამყაროს განვითარების ისტორიის თვალსაზრისით ძალიან ახლო ვარსკვლავი გამოდის 600. ანუ მე ხალ ხედავ 650-700 წლის წინ როგორც იყო ბეტელჰეიზი. ხო? ისე მოდის ჩემთან ეს. ახლა შორეულ გალაქტიკებს თუ უყურებ, მე ვხედავ, რომ თქვათ 10 მილიარდი ან 12 ან 13 მილიარდი წლის წინ როგორი იყო ის.
ეხლა რახან ითვლება რომ 13.7 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა სამყარო, ხო? მაშინ ჩვენ გამოგდის ესეთი მომენტი რომ სადღაც 12 მილიარდზე ცოტა მეტის ზოგიერთი galaktika ძალიან ძველები არის, ხო? ჩანს. ეხლა იქ იმ ადგილას ნამდვილად აღარაფერი აღარ არის, ეხლა ჩვენ ხედავთ ასეთ ძველ სურათს, მაგრამ მე ცოტა წინ რომ დავინახავ 10 მილიარდი წლის წინ ნამდვილად 8 მილიარდის 6 მილიარდის ესე მოვდივარ, მე სინამდვილეში თუ გავაიგივე და ევოლუციის თეორიასაც სწორად ვუყურებ, როგორ ვითარდება მეტნაკლებად, ხო? მე შემიძლია მივხვდე, რომ ეს ერთდაიგივე ტიპის galaktikები იყო, სხვადასხვა მანძილზე ჩემგან და მე სხვადასხვა ისტორიულ საფეხურს ვუყურებ. ამიტომ სამყაროს ისტორიის დათვალიერება კარგი ტელესკოპით საკმაოდ კარგად შეიძლება. ეს ცოტა ხნის წინ იყო, რომ აღმოაჩინეს, მეგონი ჯეიმს ვების ტელესკოპმა galaktikები, რომლებიც თითქოს ვარაუდობენ, რომ დიდი აფეთქებიდან 300-500 მილიონი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა. ესე აფეთქდა ხოლმე ჩვენი არსებული წარმოდგენითო ეს ასე მალე galaktika უნდა ჩამოყალიბებულიყო და თითქოს თეორიებია, რომ ბევრად დიდი ხო არის სამყარო ასაკით ვიდრე ცოტა დასაზუსტებელია ჯერ ეგ თეორიებია, მაინც კი რაღაც აღმოჩენები არის, კიდე დაზუსტება ის მანძილის და დროც. და მაგის შემდეგ აირკვევა ბევრი რამე. ამიტომ მე სტუდენტობის დროს მახსოვს რომ სამყაროს ევოლუციური დროც იყო 18 მილიარდი წელი და ჩამოვიდა 13.7 წელს. ანუ შეიცვალა რაღაცები, ხო? და იქ ეწერა მეგონი რომ ორჯერ დიდი შეიძლება ეხლა აღმოჩნდეს. არა, ორჯერ დიდი ისედაც გამოჩნდება. ეხლა ჩვენ რა წარმოვიდგინოთ რომ ცენტრიდან გაიშალა ყველაფერი და იშლება მიდის, ხო? ჩვენ ხო ერთ ხარეს ვარ და მეორე ხარეს რაც მიდის, იქიდან მოსული სინათლე ხო გაცილებით უფრო დიდ მანძილს უნდა გადიოდეს. კი, მანძილი ასაკიც გასაგებია, მაგრამ მე ვამბობ რომ მეტი ასაკის ისედაც ეგონა ჩამოიყვანეს ეხლა აქამდე. ეხლა შეიძლება ისევ შეიცვალოს ეს და ისევ წავიდეს. ეს არის ესეთი მომენტი, რომ პირდაპირ ცნობილია რომ ასტროფიზიკაში მაგალითად როცა კოსმოსურ ობიექტებზე ლაპარაკი სამაგიდო წიგნი და სასწავლო წიგნი ყოველ 20 წელიწადში პირდაპირ გადასაგდებია. იმიტომ იმდენად იცვლება. ახლა კი რა თქმა უნდა ბევრი ჭკვიანური რაღაც წერია, მაგრამ მონაცემები გადასაგდებია უკვე და სხვა რაღაცა ხდება. მაგალითად კლასიკურ ასტრონომიული მიმართულებით არა იგივეა ყველაფერი, მაგრამ ახლა შეიძლება ცოტა რამე შეიცვალოს, ბევრი არაფერი, მაგრამ აი როცა ახალ აღმოჩენებზე და მასშტაბებზე ლაპარაკი, საკმარისია მე არასწორად ვზომავდე მანძილს ვარსკვლავამდე, galaktikამდე, რომ მე ყველაფერს ვუტყუდები უკვე. მათ შორის ასაკშიც. როგორც კი ამას უფრო სწორად გასაზღვრა, მაშინ უკეთესობისკენ მომაქვს ყველაფერი სკალა მთლიანად იცვლება. და ეს იწვევს. ახლა ისევ ვამბობ 30-40 წლის წინ სამყაროში ზუსტი მანძილები იყო მხოლოდ უახლოეს ვარსკვლავებამდე ცნობილის გეომეტრიულად შეიძლება ამის გამოთვლა და გაზომების სიზუსტეც არაუშავდა ისეთი იყო რომ შეგეძლო საკმაოდ კარგად ვერთხვა ამას. მაგრამ დანარჩენები სულ ყველაფერი იყო ნათქვამი რომ აი ესეთი ტიპის ცვალებადი ვარსკვლავია დაახლოებით ასეთი უნდა იყოს. მე რო იქ ხედავ და გაცილებით ნაკლები ჩანს ესე გამდენჯერ უფრო შორს არის და აი ამგენ ასეთ რამეებს იყო დაფუძნებული და თანაც ის ვარსკვლავიც ხო არ არის ყველა ერთნაირი. იმათ შორისაც დიაპაზონი შეიძლება ორჯერ დიდიც არსებობდეს და მეტი სიკაშკაშე ხონდეს. ან 8ჯერ მეტი სიკაშკაშე რაღაცა ეგეთი. ხო, მაშინ უკვე დიაპაზონს იძლევა მანძილსაც, რომელიც გეუბნება რომ 20-30%-იანი შეცდომა შეიძლება იყოს ამ გაზომვაში, ხო? 1000 რამ არის, მაგრამ რაც უფრო გაიზარდა დაკვირვების სიზუსტე და უკვე კოსმოსური დაკვირვებიც არის მაღალი სიზუსტით ხდება, შეუდარებლად უფრო მაღალი სიზუსტით არის დაკვირვებები. ეხლა უკვე აი ესეთ უახლოესი ვარსკვლავები არეალი გაფართოვდა, უფრო შორს და შორს ხედავ და ზუსტად ვზომავ მანძილებს და უკვე რამდენიმე ასეული მილიონი ვარსკვლავი მაშინ ყოლაპარაკი ნეტ 1500 ვარსკვლავი გაგვაზომიაო. კარგად და მე დანარჩენები უკვე ანალოგიით უნდა გეპოვა და ეხლა უკვე მილიონებში გადავიდა ეს და ზუსტად გაზომილებია და ამიტომ შესაბამისად უკვე უფრო შორს და შორს მივდივარ და შემიძლია უკვე მის მსგავსი ვარსკვლავს სხვაგან დავინახა, იმდენად ზუსტად ვიცნობ ამას რომ იმისი გამოყენება შემიძლია, მაგრამ არის ესეთი მეორე მომენტიც, როგორც მე ვუყურებ შორეულ galaktikas და ის არის წარსული იმ galaktikis და მე რო აქეთ ახლო მანძილზე ვხედავ შედარებით ახლო მანძილზე რაღაც ჩამოყალიბებულ galaktikas, ანუ ჩავარქოთ იმას პროტოგალაქტიკა არა, galaktika, მაგრამ მაინც წინა ეტაპისა. მე არ ვიცი, იგივე მანძილით განსხვავებადაც მაქვს, აი ის ევოლუცია რომ მოხდება ის წლების შემდეგ, იქნება ასეთი გახდეს ის ზუსტად, მაგრამ ეხლა მას სხვა ფიზიკური თვისებები აქვს, ეხლა სხვანაირი ფიზიკური თვისებები აქვს მას. იცვლება იქ გარემოება, ხო? ამიტომ იგივე ვარსკვლავები ესეთი ცეფეიდები მაგალითად, რომელიც ძალიან დიდი პულსაციით გამოირჩევა და შორ
მანძილებზე ჩანს კარგად, კაშკაშა ვარსკვლავები. მე რო უყურებ ახლო გალაქტიკებში ამ ცეფეიდებს და მანძილს განსხვავს ვარსკვლავებთან და გალაქტიკამდე ამ ვარსკვლავის ანალოგიით. და შორეულ გალაქტიკაში იგივეს რო ხედავ, მე სულაც არ ვიცი იგივეს კაშკაშა მას აქვთ ვარ შეეცვალა ეს ასაქსის კაბლასთან ერთად. ანუ ფიზიკური ცვლილებაც შეიძლება იყოს ამ პირდაპირ ანალოგიით გადასვლა იქ მაინც შეცდომას იძლევა. ასე რომ აქ არის შორეული მანძილების განსაზღვრის პრობლემა ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ სხივრის სიჩქარეებით კარგად იზომება გალაქტიკების ჩვენგან როგორ მოდის ან ჩვენგან როგორ მიდის, ეგრეთ წოდებული ჰაბლის კანონი არის, მაგრამ ჰაბლის კანონს აქვს ერთი ნაკლი, რომ კოეფიციენტი აქვს, რომელიც დროთა განმავლობაში შეიცვალა. მე ვუყურებ ამის ევოლუციას, სხვა იყო, სხვა გახდა ახლა. ხო? ამიტომ ის ამაზე რომ დამოკიდებული ამის შესაბამისად მანძილებით იცვლება და ევოლუციას წარმოადგენს იცვლება. არის კიდევ ერთი საინტერესო ფილოსოფიური მომენტი. როგორც კი კარგი ფილოსოფოსი სწორად აზროვნებს, ის სამყაროს ევოლუციასაც კარგად ჩამოაყალიბებს. სულ არ უნდა იმას მათემატიკა. ამისი მაგალითი პატარა მასშტაბებში არის მზის სისტემის ევოლუციის შედეგი კოსმოგონია. ანუ ვარსკვლავისა და მისი სისტემის ევოლუცია. ამის თეორია კარგად ჩამოაყალიბა კანტმა 2.5 უკვე საუკუნის წინ და აღწერა რა მოხდებოდა მზისგან როგორ შეიკრიბა ღრუბელი როგორ შეიგუმშა ეს რასაც ჩვენ ყვებით არის კანტის თეორია. მაგრამ იმავე პერიოდში რამოდენიმე კარგი მათემატიკოსი იყო, მათ შორის იყო ლაპლასი, რომელმაც ეს ადგა და მათემატიკურად ჩაწერა. და მას ქვია კანტ-ლაპლასის თეორია. კანტ-ლაპლასის თეორიის ესეთი გადამოწმებები ხდება ყოველ 10-15 წელიწადში ერთხელ, შექმნიან რაღაცას და ამატებენ რაღაცას, პრიმანებს გააკეთებენ და აიცავენ დისერტაციებს, დაბეჭდავებიან სტატიებს, მერე ისე დაუბრუნდებიან კანტ-ლაპლასის თეორიას. ან ისე უბრუნდებიან და მერე ცვლიან ცოტა რაღაცას, მაგრამ კარგი ფილოსოფოსის გაანალიზებული, რომელიც თითქმის არ უშვებდა შესწავლების აზროვნებაში, აი ფანტასტიკურ შედეგს პირდაპირ იძლევა მათემატიკის გარეშეც. მათემატიკა კარგი აღწერია და სხვებისთვის კაი დამნახებელია, მოდელების კაი შესაქმნელია. ხო? გასული მაგალითების მოყვანა შეიძლება დაფიქრება, ნახვა, როგორ და რანაირად არის. მე მახსენდება ერთი ძალიან პროვოკაციული მზის სისტემაში ესეთი ამოცანა, როდესაც აი მზის პერიოდულობა, აქტიურობა რო არის 11 წლიანი ცნობილი. აბა, ისე მინიმუმიდან დაიწყება, ეს ლაქები არ ჩანს, გამოჩნდება მერე მაქსიმუმის აღწევ შუაში, მერე ნელ-ნელა კლებულობს, ისე მინიმუმზე ჩავა, ლაქებიც გაქრება, მერე ისე თავიდან დაიწყება 11 წელიწადში ერთხელ ხდება ესეთი საშუალოდ 11 წელიწადში ერთხელ. და არის მეორე ესეთი ამოცანა შეტრიალებული პლანეტები რა შეშფოთებას ახდენენ მზეზე. მზე რო ახდენს ყველაზე გასაგებია. პლანეტები სხვა რაღაცას უშვებიან ცოტას. იქ არის რომ ყველას თავის პერიოდი აქვს შეშფოთების რაღაცა და რო ავიღოთ ჯამური ზემოქმედება ვენერას და იუპიტერის, ამათ 11 წლიანი ზემოქმედება აქვთ. ანუ ეს ის კი არა რომ ზემამათ მოახდინა ამაც, აი ეს ორი ერთად ახდენს იმას. 1000 პროვოკაციული განწყობა ხდება აქვე. იძახიან აი ვენერა და იუპიტერი როგორ გავლენას ახდენს მზეზე, რა უნდა მოახდინა, ნოდნა მოახდინა, ხო რაღაცას. განკვლევები ამაზე არსებობს, მეც მივიღე მონაწილეობა 2000 წლის მიდამოებში 25 წლის წინ და მაშინ აღმოაჩინე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გაიზიარეს მაშინ თან ავტორებმა. რომ საკმარისი არის რომ ვენერა და მერკურის დაუმატოთ, ისა ვენერას და იუპიტერს დაუმატოთ მერკურის გავითვალისწინოთ, მერკურის შეშფოთებაც აქ ის უფრო მძლავრი არის სიახლოვის გამო, ვიდრე ვენერა და იუპიტერი. მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერი ესეთ მასიურია, მაგრამ შორსაა ძალიან. ხო? და ჩვენ ეს ამას მივხვდით და შევეშვით ამას, მაგრამ 10-15 წელიწადში ერთხელ ისევ თავიდან წამოვარდება ვენერები, ისევ წამოვა სტატიები, მე ისე გაქრება 2 წელიწადში. ახლა ეს ბუმი დამთავრდა ახლა ხანს. 10 წელი დაველოდოთ, ისევ წამოვა ანალოგიური ბუმი, ისევ სტატიები, ისევ მივლენ იმ დასკვნამდე რომ ეს მოქმედება არ აქვს. ოღონდ 10 წელი აღარ წას მე რომ ეს არაფერი არ არის. ჩუმდებიან მე რატოში. ასე რომ ესეთი ფსევდოსასწაულებიც არსებობს, ნამდვილი სასწაულებიც არსებობს. თავარი პასუხი კი თქვი პირდაპირ რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ რა, ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება იყოს აღმოჩენები, თან სასწაულები ხდება სულ. აი რას დავინახავ და როგორ არ ვიცი, რომ მოხდება ერთი რაც მე ჯერ კიდევ არ მჯერა, ეს არის აი პირდაპირ გამოსახულება რაც არის შავი ხვრელის მიღებული ერთი და მეორე რო გააკეთეს, იმდენად არადამაჯერებელია ჩემი აზრით, თუ უკეთეს სანამ არ გააკეთებენ, მე ჯერჯერობით ვერ აღვიქვამ იმას, თუმცა თვლიან რომ ეს ნამდვილი პირდაპირ გამოსახულება, მაგრამ მე ჯერ ვერ აღვიქვამ მას. ხო, თითქოს თუდი ფოტოაპარატით გადაღებული რაღაც ობიექტს გავს. წავიდეთ ბოლოსკენ, ეხლა თქვენ რაზე მუშაობთ კონკრეტულად? ასე ვთქვათ, ორი სამუშაო მაქვს მაინც. კაფეოთ ერთი არის პედაგოგიური მოღვაწეობა ილიას უნივერსიტეტში და მის პარალელურად პოპულარიზაცია სკოლებში. სკოლაში არ მუშაობ არცერთში, მაგრამ ვისაც კი სურვილი გაუჩნდება, მაშინ მივდივარ და მაშინ ვუტარებ. არანაირი პრობლემა არა, უღონდ მათ რამე აინტერესებთ. თანაც ხელს მიწყობს ილიას უნივერსიტეტის მიწყობს ხელს და აბასონის ობსერვატორიაც ორივე ამბობთ, მიდი გააკეთე თქვი ჩვენგან ხარ და რამე ყოლმდა ჩვენგან.
ანუ მზად არიან მხარდასაჭერად, ოღონდ პოპულარიზაცია მოხდეს, ოღონდ რამე აინტერესებდეს ვინმეს. ამის ბზაობა სულ არსებობს და ჩათვალეთ, რომ პირდაპირ კონტრაქტში მიწერია ორივესთან. არ წანენ ესე პირდაპირ, მაგრამ აი გრანტში მაგალითად პირდაპირ წერია პოპულარიზაციას ვაკეთებთ და დავდივართ და ვაკეთებთ ამას ნამდვილად. და ვიყენებთ უახლოეს კარგ მონაცემებს ყველაფერს. აი ბოლო პოპულარი ლექცია იყო მზეები და პლანეტები, ზუსტად, აი ეგზოპლანეტებზე. იქ უჩვენებ ის სისტემა როგორია, რა განაზომიერებებია შეგნით, მე გადავდივარ, იმიტომ რომ მსგავსების ძებნაც ხდება. მე ვეუბნებით ვარსკვლავები როგორ ტიპებისაა, როგორ შეიძლება იყოს მის გარშემო პლანეტები და რა არის საცოცხლო ზონა და მე გადავდივართ ეგზოპლანეტებზე და მათ ჩამონათვალეთ. აი სურათები გვაქვს ფანტასტიკური, აი ნეპტუნისნაირი არ მithქვამს მაშინ. არსებობს ნეპტუნის მსგავსი გიგანტი პლანეტებიც. ნეპტუნის უძახიანი იმით. ხო, მე ვთქვი სუპერდედამიწა, ვთქვი რომ პატარებიც არსებობს, მაგრამ აი ნეპტუნისნაირიც არის. და აი ამ გენს ახსნახდება ხოლმე სხვათა შორის ჩაწერეს კიდეც რაღაც გადაცემები ამაზე და აინტერესებთ. ამას ვაკეთებ. მეორე მომენტი არის, რომ აი კვლევა მაინც მზის ფიზიკის ჯგუფში ვარ და შესაბამისად იგივე გრანტში მზის ფიზიკა არის და მე ჩემი ინტერესი რაც არის, ახლა რამდენად მოვასწრებ სანამ გრანტი დამთავრდება არ ვიცი, მაგრამ ეს არის მზეზე რომ ანთებები ხდება, აფეთქებები რო უყვართ, რა თქმა, solar flares არის, ანთება. მოხდება იმის წინ ხდება, იმას ვიკვლევ ახლა და თუ გამომივიდა ძალიან კაი რამე იქნება. მაშინ გეტყვით პირდაპირ, რა ესეთ კაი რამე გამოვიდა. მე ხომ ხვალ კიდე სტუმრად. რა ვიცი, ახლა სულ ჩემთან თუ იქნას და დარწმუნებული ვარ მაყურებელიც ჩვენი პოდკასტ მაყურებელიც იქნება წინააღმდეგ. არაფერი არ არის, ვერ ამოწურავთ ასტრონომიის თემებს რა. მე მახსოვს ერთხელ მთხოვეს პოპულარული ლექცია, ესეც საუბარი და მითხრეს, რამდენი ხანი ვისაუბრებთ. ამაზე მოთხარი, სანამ არ გამაჩერებთ. და სხვათა შორის 4 საათნახევრის შემდეგ დირექტორი შემოვიდა, და ჩვენ სახსასწავლობიდან და დაამთავრეთ. იმიტომ რომ როცა მიდის და კითხოს გაძლევენ, ის ინტერესით ადის, გამოდის ყველაფერი, არც არავინ არ იღლება, არც მსვენელი და არც ლექტორი, ასე რომ პრობლემა არა, სხვათა შორის ის სხვა თემა იყო, საერთოდ მაშინ ასტროლოგიაში ვთხოვეს, რა შეიძლება იკითხო და რა შეიძლება არ იკითხო. მაგათვე და აი წაიღო 4 საათნახევარი. თუმცა ასტრონომიაში იგივე ხდება აბსოლუტურად. მე როცა მივდივარ ლექციაზე, ყველაფრისთვის მზადა ვარ. მიმაქვს კარგი ნოუთბუქი, რომელსაც 4-5 საათ შეუძლია შეინარჩუნოს და რო წავიდეს უცბად. მიმაქვს პარალელური ეკრანი, სულ ყველაფერი წავიდა შეუერთვეთ. უფრო მეტიც მაქვს პატარა ზომის, აი ამის ნახევარი ზომის პროექტორი, რომელიც შემიძლია შეუერთო თითქმის არწოს USB-დან მოშოვოს პირდაპირ და ეკრანზე შეიძლება გაიტანო გამოსახულება. ეგეც და უნდა ხოლმე გამოიწვიოს. ეგეც და უნდა გამოიწვიოს. მართლა მეც მჭირდება და კითხოთ მაშინ რომელი. მოკეთ, ბევრი რაღაცა არის ძალიან საინტერესო და კარგი და უბრალოდ ვიყენებ ახლა მე ამ მდგომარეობას, თუ კი მათ დაინტერესებთ რამე შეხვედრა პოპულარული ლექცია, ხო მე სიხარულით მივალ და ჩავატარებ. ეს მათი მხრიდან არავინ ხარჯთან არ არის დაკავშირებული, უბრალოდ დრო უნდა გამოყონ დაინტერესებული ხალხი იყოს, რომ მივიდე და გავაკეთოთ. ხო, იმედია ბევრი სურვილი გამოჩნდება კიდევ. აქ ძალიან ბევრი თემა იყო, რომელიც მინდა დაგაგუშალ, მაგრამ ისე წაიღო დიალოგმა, რომ გავწვდით ამ თემას, მაგრამ შემდეგზე რომ მოგიწევთ, მე რეკითხოთ. კიდე ახალი კითხვებიც მექნება ბევრი. კაი, ბოლო შეკითხვა ტრადიციული, ცხოვრების აზრი, რა არის თქვენი აზრით? და ვერაფერს უკეთეს ვერ ვიტყვი, გარდა დელფოსის ტაძარზე რაც წააწერეს მაშინ 7 სიბრძნე იქიდან 2-ია ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის შეიცანთავი შენი და არაფერი მოჭარბებული. ანუ ზომიერება ყველაფერში. აი ეს 2 არის ჩემი აზრით მართლა ცხოვრებისეული, აი სხვა ახლა ამ კითხოს სვამს ყველა საკუთარ თავთანაც თელი ფილოსოფიები ამას და საბოლოო პასუხი მაინც არ არსებობს ამაზე. თუმცა რამოდენიმე ძალიან კაი პასუხი ზოგადი არის, მაგრამ მე მაინც მეჩვენება, რომ აი საკუთარ თავს თუ ადამიანი სწავლობს, ეს არის უდიდესი ბედნიერება და ნეტარება. ეს რო ესარება ადამიანს, მაშინ მოდის მთელი უბედურებები. ჩვენ ვეძებთ, რომ გარეთ იყოს დამნაშავე, გარეთ იყოს პრობლემა, იმას მოვერიოთ, არ არის პრობლემები შიგნით არის. თუ ჩვენ იმ შიგნით პრობლემებს ვაწესრიგებთ, საკუთარ თავს კარგად ვიცნობთ, დანარჩენი ყველაფერი წესრიგდება. ამაში იყვნენ ძველი ცივილიზაციები მართალი. ისინი ამბობდნენ, რომ მაკროკოსმოსი და მიკროკოსმოსი ერთ და იგივეა და ერთად მიმდინარეობს ყველაფერი და ანალოგია სრული. შიგნით თუ მოაწესრიგებთ ყველაფერს, გარეთ ყველაფერი წესრიგდება. გარეთ არ არის ეს საბრძოლო რა. თვითონ მოაწესრიგოთ საკუთარ თავი, ან ცდილობა მაინც კონდეს ამისი და უცბად აღმოჩნდება, რომ მოაწესრიგდა გარშემო ყველაფერი. მე ხა ჯგუფ-ჯგუფად ეს ვიცი.
ახლობლებში, მეგობრებში, ვიცი როგორ დალაგებული და წყნარად არიან. ჩვენ ხანდახან როგორ ხარ მეკითხებენ და კარგად მეთქი და სამწვენია მეთქვი ვიძახე, იმიტომ რომ ვინც გარეზეა დამოკიდებული პირდაპირ ეს ახტება მცუდად არის. მაგრამ მე ბევრ შემთხვევაში ვახერხებ, რომ გარეზე არ ვიყო დამოკიდებული. მთლიანად ალბათ შეუძლებელია მთლიანად, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ შევიცნოთ საკუთარი თავი პირველ რიგში. კი ბატონო, საკუთარი გამოცდილებითაც შემიძლია დავადასტურო, რომ ეგრეა. უდიდესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. გავიმეოროთ ხოლმე რაღაც პერიოდულობით ასეთი ეპიზოდები თუ წინააღმდეგი არ იქნებით და გექნებათ ამის დრო და სურვილი, ყოველთვის სიამოვნებით იმას მისდევთ ისევ. მაგაზე ხო მარტივი პასუხი არსებობს. ხო არის ხანდახან დაგირეკავენ გეტყვენებს ხარ გავაკეთოთ. და იქ არის ხარცალი, აქ ეს არის, აქ ეს არის. თქვენი რამდენი დარეკვაც იყო კაცებისგან, ბიჭებისგან კიდე ხო თქვი. კაცებისგან და თქვენგანაც პირადად მე მაშინ ვფიქრობ თქვი კი ბატონო როდის. ანუ ადამიანი რაც უნდა დატვირთული იყოს, თუ მეტად დატვირთულია კიდევ უფრო ადვილად იპოვის დროს. ასე რომ ამ დროს ჩვენ ვიპოვეთ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი მხარდამჭერები სოკარი, სელფი და ტიშერტი იყვნენ და შეხვდებით ერთ კვირაში და გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ.